2004 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, მათ იპოვეს რაღაც, რაც არ უნდა არსებობოდა. საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ინახებოდა ყოფილი პრეზიდენტის პირად სეიფში, შეიცავდა ინფორმაციას ქვეყნის რეალურ ფინანსურ მდგომარეობაზე, ციფრები, რომლებიც არასოდეს გამოქვეყნებულა საჯაროდ. ბიუჯეტის ნამდვილი ხვრელები, კორუფციის სქემები, რომლებიც იმდენად ღრმად იყო ჩაფლული სისტემაში, რომ თვით მინისტრები არ იცოდნენ მათი სრული მასშტაბი. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ერთი ფურცელი, სადაც ხელით იყო ჩაწერილი: ქვეყანა გასაყიდია. ვინ იყიდის? ეს არ იყო მეტაფორა. ეს იყო რეალური გეგმა, რომელიც ერთმა კაცმა განახორციელა, კაცმა, რომელსაც ეძახდნენ ეკონომიკურ ტერორისტს, გენიოს, მოღალატეს და მხსნელს ერთდროულად. მისი სახელი იყო კახა ბენდუქიძე. რატომ დაიცვა ეს დოკუმენტი 50 წუთის შემდეგ? ვინ გადაწყვიტა, რომ ეს ინფორმაცია არასოდეს უნდა გახდეს საჯარო? და რაც მთავარია, რა იყო ჩაწერილი იმ ფურცლის უკანა მხარეს, რომელიც არავის წაუკითხავს. 2003 წელს 22 ნოემბერს, როდესაც ვარდების რევოლუციამ დაამხო ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძის ხელისუფლება, საქართველო იყო ის, რასაც ეკონომისტები უწოდებენ failed state, ჩავარდნილი სახელმწიფო. წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც ელექტროენერგია მოდის დღეში 2 საათი, თუ გეღირსება. სადაც პენსიონერი იღებს $7 თვეში და მადლობას უხდის ღმერთს, რომ ცოცხალია. სადაც პოლიციელი გაჩერებს გზაზე არა იმიტომ, რომ დაარღვიე წესი, არამედ იმიტომ, რომ მას ოჯახი უნდა გამოკვებოს და სახელმწიფო ხელფას არ უხდის. სადაც ყოველი მესამე ქარხანა დახურულია, ხოლო ის, რაც მუშაობს, ეკუთვნის ერთ-ორ ოლიგარქს, რომლებიც ყიდულობენ მინისტრებს, როგორც ბაზარზე კარტოფილს. ეს იყო საქართველო 2003 წელს, ქვეყანა, რომელიც ჩამოშორდა საბჭოთა კავშირს, მაგრამ ვერ იპოვა გზა თავისუფლებისკენ. ქვეყანა, სადაც ყველა საუბრობდა პატრიოტიზმზე, მაგრამ არავინ იცოდა, როგორ გადაეხადა გადასახადი. ქვეყანა, რომელიც კვდებოდა ნელა, მაგრამ ღირსეულად, როგორც ძველი არისტოკრატი, რომელიც უარს ამბობს აღიაროს, რომ გაკოტრდა. და მაშინ გამოჩნდა ის კაცი, რომელმაც თქვა: მე ყველაფერს გავყიდი. სინდისის გარდა, მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა, ახალმა პრეზიდენტმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ვარდების რევოლუციის ტალღაზე, იცოდა ერთი რამ: საქართველოს არ სჭირდებოდა კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც დაპირებებს იძლეოდა. მას სჭირდებოდა ინჟინერი, ქირურგი, ადამიანი, რომელსაც არ ეშინოდა სისხლის. და მან იპოვა ეს ადამიანი მოსკოვში, კახა ავთანდილის ძე ბენდუქიძე, 20 აპრილს 1956 წელს დაბადებული ადამიანი, რომელმაც საბჭოთა კავშირში შექმნა ერთ-ერთი პირველი კერძო ბიზნეს იმპერია და გახდა მილიარდერი იმ სისტემაში, სადაც მილიარდერები არ უნდა არსებობოდნენ. ბენდუქიძე იყო ლეგენდა რუსულ ბიზნეს წრეებში, კაცი, რომელმაც იცოდა, როგორ ეთამაშა საბჭოთა ბიუროკრატიის თამაში და მოეგო. კაცი, რომელსაც ჰქონდა რეპუტაცია უკომპრომისო, უხეში, ბრუტალურად გულწრფელი ადამიანისა. როდესაც სააკაშვილმა შესთავაზა მას თანამდებობა, ბენდუქიძემ დააყენა ერთი პირობა: მე ვაკეთებ ყველაფერს ჩემი გზით. თუ თქვენ გინდათ ლამაზი სიტყვები და ნელი რეფორმები, მოძებნეთ სხვა, სააკაშვილმა დათანხმდა. 1 ივნისს 2004 წელს კახა ბენდუქიძე დაინიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრად, ხოლო დეკემბერში გადავიდა ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის მინისტრის თანამდებობაზე. ეს იყო დასაწყისი ისტორიისა, რომელიც დღემდე იწვევს დებატებს: იყო თუ არა ბენდუქიძე გენიოსი, რომელმაც გადაარჩინა ქვეყანა, თუ ცინიკური ოლიგარქი, რომელმაც გაყიდა ის უცხოელებისთვის. პირველივე დღიდან ბენდუქიძემ დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით უწოდებდნენ ეკონომიკურ გილიოტინას. წარმოიდგინეთ ქვეყანას, სადაც ბიზნესის დასაწყებად გჭირდებათ 900 ლიცენზია. 900. თითოეული ლიცენზია ნიშნავს ერთ ბიუროკრატს, რომელსაც უნდა გადაუხადო. ერთ კაბინეტს, სადაც უნდა დაჯდე და დაელოდო. ერთ ხელმოწერას, რომელიც შეიძლება არასოდეს მოვიდეს, თუ არ მოაწყობს საკითხს. ბენდუქიძემ გააუქმა ეს 900 ლიცენზია ერთ დღეში. არა თანდათანობით, არა რეფორმის გეგმით, რომელიც გაგრძელდებოდა 5 წელს. ერთ დღეში. მან თქვა: თუ თქვენ გინდათ ბიზნესის გაკეთება, გააკეთეთ. სახელმწიფო აღარ არის თქვენი მტერი, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. მან გააკეთა რაღაც, რაც არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ გაუბედავს. 1 მარტს 2004 წელს მან გაათავისუფლა მთელი პოლიციის ხელმძღვანელობა, ყველა უფროსი, ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერთდროულად. წარმოიდგინეთ ეს სურათი: დილით ადგები და ხვდები, რომ შენი სამსახური აღარ არსებობს. არა იმიტომ, რომ ცუდად მუშაობდი, არამედ იმიტომ, რომ მთელი სისტემა იყო ლპობილი ბირთვამდე. ბენდუქიძემ არ სცადა რეფორმირება ძველი პოლიციისა.
მან მთლიანად გაანადგურა და ააშენა ახალი ადამიანებით, ახალი ხელფასებით, ახალი წესებით. ადამიანები ქუჩებში იდგნენ შოკში. ზოგი ამბობდა, ეს არის დიქტატურა, სხვები ამბობდნენ, ეს არის თავისუფლება, მაგრამ ყველა თანხმდებოდა ერთში, ეს იყო რაღაც, რაც საქართველოში არასოდეს მომხდარა. მაგრამ ბენდუქიძის ყველაზე კონტროვერსიული გადაწყვეტილება იყო პრივატიზაცია. მან თქვა, სახელმწიფო არის ყველაზე ცუდი მფლობელი. ის ყველაფერს ანგრევს, რასაც ეხება, და მან დაიწყო ყველაფრის გაყიდვა. ქარხნები გაკიდა. მიწა გაკიდა. სასტუმროები გაკიდა. 15 ივლისს 2004 წელს გაიყიდა ბათუმის ლეგენდარული ინტურისტი. 2004 წლის ბოლოს გაიყიდა ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძის კრწანისის რეზიდენცია. ადამიანები ყვიროდნენ, ის ყიდის ჩვენს ისტორიას. ის ყიდის ჩვენს მიწას უცხოელებს, ბენდუქიძე პასუხობდა მშვიდად, თითქმის ცინიკურად, მე ვყიდი ნანგრევებს. თქვენ გინდათ ინახოთ ეს ნანგრევები და იამაყოთ, რომ ისინი თქვენია. მე ვყიდი მათ ადამიანებს, რომლებიც ააშენებენ რაღაც ახალს, და ის მართალი აღმოჩნდა, უცხოური ინვესტიციები დაიწყო ჩამოსვლა. ქარხნები, რომლებიც 10 წლეულებია დახურული იყო, გაიხსნა. ადამიანებმა დაიწყეს მუშაობა. მაგრამ კითხვა რჩებოდა, რა ფასად? რა დაკარგა საქართველომ ამ გარიგებაში? და რატომ ბენდუქიძე, კაცი, რომელსაც ჰქონდა მილიარდები, თავად აფინანსებდა განათლების პროექტებს და აშენებდა უნივერსიტეტებს? იყო თუ არა ეს მისი გზა გამოსყიდვისა, თუ რაღაც სხვა? ბენდუქიძის ფილოსოფია იყო მარტივი, მაგრამ რადიკალური. ქვეყანა არ არის მუზეუმი. ქვეყანა არის ბიზნესი. და თუ ბიზნესი არ მუშაობს, ის უნდა გაიყიდოს ან დაიხუროს. ეს იყო სიტყვები, რომლებიც აფრთხობდა ტრადიციონალისტებს, ეროვნულ პატრიოტებს, ყველას, ვინც თვლიდა, რომ ეკონომიკა არის რაღაც მეტი, ვიდრე ციფრები. მაგრამ ბენდუქიძე არ იყო ფილოსოფოსი. ის იყო პრაგმატიკოსი. მან იცოდა, რომ საქართველოს ჰქონდა არჩევანი, ან გადარჩენა ბრუტალური რეფორმებით, ან სიკვდილი ლამაზი სიტყვებით. და მან აირჩია გადარჩენა. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, ბენდუქიძე იყო კაცი, რომელსაც არ შეეძლო კომპრომისი. მან არ იცოდა, როგორ ეთამაშა პოლიტიკური თამაშები. მან არ იცოდა, როგორ ეღიმა კამერებისთვის და ეთქვა ის, რაც ადამიანებს სმენა უნდოდათ. ის ამბობდა სიმართლეს, უხეშს, არასასიამოვნოს, მაგრამ სიმართლეს. და ეს გახდა მისი დიდი ძლიერება და მისი საბოლოო სისუსტე. რადგან ქვეყანა, რომელიც ცხოვრობდა ტყუილებში 10 წლეულების განმავლობაში, არ იყო მზად სიმართლისთვის. ადამიანები უფრო მეტად სჯეროდათ ლამაზ დაპირებებს, ვიდრე მძიმე რეალობას. და როდესაც ბენდუქიძე ამბობდა, პენსიები არ გაიზრდება ხვალ, მაგრამ ეკონომიკა გაიზრდება 5 წელში, ადამიანები ისმენდნენ მხოლოდ პირველ ნაწილს. მაგრამ იყო რაღაც, რაც ბენდუქიძეს განასხვავებდა ყველა სხვა ოლიგარქისგან, რომლებიც ამ დროს მოქმედებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ აგროვებდა ქონებას საკუთარი თავისთვის. ის აშენებდა. ის ქმნიდა. მან დააფუძნა თავისუფალი უნივერსიტეტი, სასწავლებელი, სადაც სტუდენტები სწავლობდნენ არა იმიტომ, რომ ჰქონდათ კავშირები, არამედ იმიტომ, რომ ჰქონდათ ტვინი. მან ჩადო მილიონები საკუთარი ფულიდან განათლებაში, ჯანდაცვაში, ინფრასტრუქტურაში. ადამიანები ეკითხებოდნენ, რატომ? რატომ აკეთებს ამას კაცი, რომელსაც შეუძლია იცხოვროს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ვილაში, და პასუხი იყო მარტივი, მაგრამ ძნელად გასაგები მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ყველა ოლიგარქი ერთნაირია. ბენდუქიძე მართლაც სჯეროდა საქართველოს. არა როგორც აბსტრაქტულ იდეას, არა როგორც ლამაზ სიმღერას, არამედ როგორც პროექტს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს. მან სჯეროდა, რომ პატრიოტიზმი არ არის ტოსტები და დროშები. პატრიოტიზმი არის მუშაობა. პატრიოტიზმი არის ეკონომიკა, რომელიც მუშაობს. პატრიოტიზმი არის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამუშაო და არ უწევთ ემიგრაცია. და ამ რწმენისთვის მან გაწირა ყველაფერი, თავისი რეპუტაცია, თავისი სახელი, თავისი სიცოცხლე. მაგრამ ისტორია, როგორც ყოველთვის, აღმოჩნდა უფრო რთული, ვიდრე გმირული ნარატივი. ბენდუქიძის რეფორმებმა შექმნა მოგებულები და დამარცხებულები. ისინი, ვინც ადაპტირდა ახალ სისტემაში, გახდნენ წარმატებულები. ისინი, ვინც ვერ შეძლო ან არ სურდა ადაპტაცია, დარჩნენ უკან. ძველი ბიუროკრატები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ძალაუფლება და შემოსავლები, გახდნენ მისი მტრები. ისინი ელოდნენ მომენტს, როდესაც შეძლებდნენ შურისძიებას. და ეს მომენტი მოვიდა. 2012 წელს, როდესაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება ბენდუქიძის საქმიანობის შესახებ.
მას დასწერეს ბრალდებები კორუფციაში, უკანონო გარიგებებში, სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში. ბენდუქიძე იმყოფებოდა ლონდონში, სადაც ცხოვრობდა ბოლო წლებში და უარს ამბობდა დაბრუნებაზე საქართველოში. მან ამბობდა, მე არ ვარ დამნაშავე. მე ვარ ის, ვინც გადაარჩინა ეს ქვეყანა, მაგრამ ისტორია არ ელოდება გამართლებებს. ისტორია წერს თავის ვერსიას. და ბენდუქიძის ვერსია დარჩა დაუმთავრებელი. მე-13 ივნისს 2014 წელს კახა ავთანდილის ძე ბენდუქიძე გარდაიცვალა ლონდონში გულის ოპერაციის შემდეგ. მას ჰქონდა 58 წელი. კაცი, რომელმაც შექმნა ბიზნეს იმპერია საბჭოთა კავშირში, კაცი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ეკონომიკა 4 წელში, კაცი, რომელმაც გაყიდა ყველაფერი გარდა სინდისისა, მოკვდა მარტო უცხო ქვეყანაში სასამართლო დევნის ქვეშ. მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, ის იყო გენიოსი, რომელიც საქართველომ არ დააფასა, მისი მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, ის იყო ოლიგარქი, რომელმაც გაყიდა ქვეყანა, მაგრამ ორივე მხარე თანხმდებოდა ერთში, ბენდუქიძე იყო ძალა, რომელმაც შეცვალა საქართველო სამუდამოდ. კითხვა რჩება, იყო თუ არა ეს ცვლილება კურთხევა თუ წყევლა? იყო თუ არა ბენდუქიძე პატრიოტი, რომელმაც გააკეთა ის, რაც საჭირო იყო, თუ ცინიკოსი, რომელმაც გამოიყენა ქვეყნის სისუსტე საკუთარი იდეების განსახორციელებლად? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ფიქრობთ თქვენ? შეგიძლიათ თუ არა გაყიდოთ ყველაფერი, რათა გადაარჩინოთ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ? 2004 წლის 1 ივნისი იყო დღე, როდესაც საქართველომ გააცნობიერა, რომ თამაში შეიცვალა. კახა ბენდუქიძე, კაცი, რომელიც ჩამოვიდა მოსკოვიდან თავისი რეპუტაციით, თავისი მილიარდებით და თავისი უკომპრომისო ხასიათით, დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად. ეს არ იყო ჩვეულებრივი დანიშვნა. ეს იყო განცხადება. მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი, ახალი პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ვარდების რევოლუციის ტალღაზე 2003 წელს 22 ნოემბერს, აგზავნიდა მკაფიო სიგნალს, ჩვენ აღარ ვთამაშობთ ძველი წესებით, ბენდუქიძე არ იყო პოლიტიკოსი. ის არ იყო დიპლომატი. ის იყო ბიზნესმენი, ინჟინერი, ადამიანი, რომელიც ფიქრობდა ციფრებით და შედეგებით, არა დაპირებებით და კომპრომისებით. და ეს იყო ზუსტად ის, რაც საქართველოს სჭირდებოდა, ან ზუსტად ის, რაც საქართველოს არ სჭირდებოდა, და მოკიდებულია იმაზე, ვის გკითხავთ. პირველ შეხვედრაზე მთავრობის წევრებთან ბენდუქიძემ თქვა რაღაც, რაც შოკში ჩააგდო ყველა. მან თქვა, საქართველო არის გაკოტრებული კომპანია. ჩვენ არ გვაქვს პროდუქტი, არ გვაქვს კლიენტები, არ გვაქვს რეპუტაცია. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი აქტივი, ადგილმდებარეობა და პოტენციალი. და ჩვენ უნდა გავყიდოთ ეს პოტენციალი იმ ფასად, რომელიც საშუალებას მოგცემს ავაშენოთ რაღაც ახალი, ოთახში დამყარდა სიჩუმე. ზოგიერთი მინისტრი ფიქრობდა, ეს კაცი გიჟია, სხვები ფიქრობდნენ, ეს კაცი გენიოსია, მაგრამ ყველა იცოდა ერთი რამ, ცხოვრება აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო. ბენდუქიძემ გააგრძელა, მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ მოგწონდეთ. მე ვარ აქ იმისთვის, რომ გადავარჩინო ეს ქვეყანა. და თუ ამისთვის უნდა გავყიდო ყველაფერი, რაც არ მუშაობს, მე გავყიდი. თუ ამისთვის უნდა გავათავისუფლო ათასობით ბიუროკრატი, მე გავათავისუფლებ. თუ ამისთვის უნდა შევიძულო ნახევარმა ქვეყნისა, მე მზად ვარ და მან სიტყვა შეასრულა. დეკემბერში 2004 წელს ბენდუქიძე გადავიდა ახალ თანამდებობაზე, ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის მინისტრი. ეს არ იყო დაქვეითება. ეს იყო გაძლიერება. ახლა მას ჰქონდა უფლება, ჩაერია ყველა სამინისტროს საქმიანობაში, კოორდინაცია გაეწია ყველა რეფორმისთვის, გადაეწყვიტა, რა უნდა გაყიდულიყო და რა უნდა შენარჩუნებულიყო. ის გახდა ფაქტობრივად ეკონომიკური ცარი, კაცი, რომელსაც ჰქონდა ძალაუფლება შეცვალოს ყველაფერი. და ის იყენებდა ამ ძალაუფლებას უშიშრად, ზოგჯერ უხეშად, მაგრამ ყოველთვის მიზანმიმართულად. მისი გუნდი მუშაობდა დღე-ღამე. ისინი აანალიზებდნენ ყველა სახელმწიფო საწარმოს, ყველა ქონებას, ყველა აქტივს. ისინი ადგენდნენ, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა შეიძლება გადარჩენილიყო, რა უნდა გაყიდულიყო. და შემდეგ ისინი მოქმედებდნენ, სწრაფად გადამწყვეტად, ზოგჯერ სასტიკად. ბენდუქიძის ფილოსოფია იყო მარტივი, სახელმწიფო არ უნდა იყოს ბიზნესში. სახელმწიფო უნდა იყოს მარეგულირებელი, არა მფლობელი და ის ახორციელებდა ამ ფილოსოფიას ყოველდღიურად. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, რომელიც ბენდუქიძემ არ გაითვალისწინა, ან შეიძლება გაითვალისწინა, მაგრამ არ მიუქცია ყურადღება. ადამიანები არ არიან ციფრები. ქვეყანა არ არის ბალანსი. და როდესაც თქვენ ცვლით ყველაფერს ერთბაშად, თქვენ ქმნით არა მხოლოდ მოგებულებს, არამედ დამარცხებულებსაც. და დამარცხებულები იმახსოვრებენ. ისინი ელოდებიან.
ისინი გეგმავენ. ბენდუკიძის რეფორმებმა შექმნა ახალი ეკონომიკა, მაგრამ ასევე შექმნა ახალი მტრები, ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი პრივილეგიები, თავიანთი ძალაუფლება, თავიანთი შემოსავლები. ძველი ბიუროკრატები, რომლებიც ცხოვრობდნენ ქრთამებით და მოწყობებით, აღმოჩნდნენ უმუშევრები. ძველი ბიზნესმენები, რომლებიც აშენებდნენ თავიანთ იმპერიებს კავშირებზე და მონოპოლიებზე, აღმოჩნდნენ კონკურენციის წინაშე. ძველი პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ძალაუფლება არის უფლება ქურდობისა, აღმოჩნდნენ გამოძიების ქვეშ. და ყველა ეს ადამიანი ელოდა მომენტს, როდესაც შეძლებდა შურისძიებას. ბენდუკიძე იცოდა ეს. მაგრამ მას არ ეშინოდა. ან შეიძლება ეშინოდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა, რადგან სჯეროდა, რომ რაც აკეთებდა იყო სწორი. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მან მისცა 2006 წელს, ბენდუკიძემ თქვა რაღაც, რაც ხდება მისი ეპიტაფია: მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მიძულს. მე ვიცი, რომ ისინი ამბობენ, რომ მე ვყიდი საქართველოს. მაგრამ მე არ ვყიდი საქართველოს. მე ვყიდი იმ საქართველოს, რომელიც არ მუშაობდა, რათა ავაშენო ის საქართველო, რომელიც იმუშავებს. და თუ ამისთვის უნდა შევიძულონ, მე მზად ვარ. რადგან მე ვიცი, რომ ისტორია გამამართლებს, მაგრამ ისტორია, როგორც აღმოჩნდა, უფრო რთული იყო, ვიდრე ბენდუკიძე ფიქრობდა. ისტორია არ არის მხოლოდ ეკონომიკური ციფრები. ისტორია არის ადამიანები, მათი ემოციები, მათი მოგონებები, მათი ტკივილი. და ბენდუკიძემ, ყველა თავისი გენიალურობით, ვერ გაიგო ეს. ან გაიგო, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ეკონომიკური წარმატება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ემოციური კომფორტი. და ეს გადაწყვეტილება, ეს არჩევანი გახდა მისი ბედისწერა. მაგრამ რა იყო ის, რაც ბენდუკიძეს ნამდვილად სჯეროდა? რა იყო ის ხედვა, რომელიც მას ამოძრავებდა? ერთ საღამოს კერძო საუბარში ახლო მეგობართან ბენდუკიძემ თქვა: მე მინდა, რომ ჩემი შვილიშვილები იცხოვრონ საქართველოში, სადაც მათ არ მოუწევთ ქრთამის გადახდა პოლიციელს. სადაც მათ შეეძლებათ ბიზნესის დაწყება ერთი დღით. სადაც მათ ექნებათ ელექტროენერგია 24 საათი. სადაც მათ არ მოუწევთ ემიგრაცია, რათა იპოვონ ნორმალური სამუშაო. ეს არის ჩემი ოცნება. და ამ ოცნებისთვის მე მზად ვარ გავყიდო ყველაფერი, რაც არ მუშაობს. ეს იყო ბენდუკიძის ნამდვილი мотиваცია, არა ფული, არა ძალაუფლება, არა დიდება, არამედ ხედვა საქართველოზე, რომელიც მუშაობს. ხედვა ქვეყანაზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ღირსეულად, არა იმიტომ, რომ ისინი გმირები არიან, არამედ იმიტომ, რომ სისტემა მუშაობს. და ამ ხედვისთვის მან გაწირა ყველაფერი, თავისი რეპუტაცია, თავისი სახელი, თავისი სიცოცხლე. მაგრამ იყო თუ არა ეს საკმარისი? იყო თუ არა ეს სწორი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიაღწია თუ არა მან თავის მიზანს. 2004 წლის ბოლოს, როდესაც გაიყიდა ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძის კრწანისის რეზიდენცია, ადამიანები ქუჩებში საუბრობდნენ. ზოგი ამბობდა, ეს არის სიმბოლური მომენტი, ძველი ხელისუფლების სიმბოლო გაიყიდა, ახალი ეპოქა დაიწყო. სხვები ამბობდნენ, ეს არის უპატივცემულობა, როგორ შეიძლება გაყიდო ადგილი, სადაც იღებდა გადაწყვეტილებებს ქვეყნის ლიდერი. მაგრამ ბენდუკიძისთვის ეს იყო მხოლოდ კიდევ ერთი გარიგება, ქონება, რომელიც არ მუშაობდა, გაიყიდა იმ ადამიანისთვის, რომელიც გამოიყენებდა მას. პრაგმატიზმი, არა სენტიმენტალიზმი. ეფექტურობა, არა ემოცია. ეს იყო ბენდუკიძის მეთოდი, რომელმაც შექმნა ეკონომიკური სასწაული, მაგრამ ასევე შექმნა ღრმა განხეთქილება საზოგადოებაში. რადგან ადამიანები არ არიან მანქანები. ადამიანებს აქვთ მეხსიერება, აქვთ ემოციები, აქვთ მიჯაჭვულობა ადგილებთან და სიმბოლოებთან. და როდესაც თქვენ ყიდით ამ სიმბოლოებს, თქვენ ყიდით ნაწილს ადამიანების იდენტობისა. და ეს არის რაღაც, რასაც ადამიანები არასოდეს ივიწყებენ. მაგრამ ბენდუკიძე არ ჩერდებოდა. მან გააგრძელა თავისი მისია, გაყიდვა, რეფორმირება, ტრანსფორმაცია. 15 ივლისს 2004 წელს გაიყიდა ბათუმის ინტურისტი ლეგენდარული სასტუმრო, რომელიც იყო საბჭოთა ეპოქის სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც იხსენებდნენ ამ სასტუმროს დიდების დღეებს, გრძნობდნენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი იკარგებოდა. მაგრამ ბენდუკიძე ხედავდა მხოლოდ ნანგრევს, შენობას, რომელიც არ მუშაობდა, რომელიც მოითხოვდა ინვესტიციებს, რომლებიც სახელმწიფოს არ ჰქონდა. და ის გაყიდა ინვესტორისთვის, რომელმაც დაპირდა რენოვაციას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმის განვითარებას. ეს იყო ლოგიკური გადაწყვეტილება, ეკონომიკურად სწორი, პრაგმატულად გამართლებული. მაგრამ ემოციურად ეს იყო კიდევ ერთი ჭრილობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გრძნობდნენ, რომ მათი წარსული იყიდებოდა ცალ-ცალკე, ნაწილ-ნაწილ.
და აქ იყო ბენდუქიძის ტრაგედია, ის იყო კაცი, რომელიც ფიქრობდა მომავლით, მაგრამ ცხოვრობდა ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობდა წარსულით. ის იყო კაცი, რომელიც სჯეროდა ციფრებს, მაგრამ ცხოვრობდა ქვეყანაში, რომელიც სჯეროდა ლეგენდებს. ის იყო კაცი, რომელიც ცდილობდა ააშენოს ხიდი მომავლისკენ, მაგრამ ადამიანები ჯერ კიდევ იდგნენ წარსულში და არ იყვნენ მზად გადასვლისთვის. და ეს განხეთქილება, ეს უბსკრული ხედვებს შორის გახდა ბენდუქიძის ბედისწერა. მან შექმნა ეკონომიკური სასწაული, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 4-ჯერ 2004-დან 2000. 8 წლამდე საქართველო გახდა ნომერ პირველი მსოფლიოში რეფორმების მიხედვით მსოფლიო ბანკის რეიტინგში. მაგრამ ამავე დროს მან შექმნა სოციალური განხეთქილება, ადამიანები, რომლებიც გრძნობდნენ, რომ მათი ქვეყანა გაიყიდა, რომ მათი ღირებულებები დაიკარგა, რომ მათი ხმა არ ისმოდა. და ეს განხეთქილება, ეს ტკივილი, დარჩა და გაიზარდა წლების განმავლობაში, სანამ საბოლოოდ არ აფეთქდა. მაგრამ ბენდუქიძე არ იყო მხოლოდ დესტრუქტორი. ის იყო ასევე შემქმნელი. მან დააფუძნა თავისუფალი უნივერსიტეტი, სასწავლებელი, რომელიც დღესაც არის ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში. მან ჩადო მილიონები საკუთარი ფულიდან განათლებაში, რადგან სჯეროდა, რომ განათლება არის ერთადერთი გზა, რომელიც შეცვლის ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. მან ამბობდა, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კანონები ერთ დღეში, მაგრამ ადამიანების სვლა მოითხოვს თაობას. და ეს თაობა უნდა იყოს განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალი. ეს იყო ბენდუქიძის ნამდვილი მემკვიდრეობა, არა გაყიდული ქარხნები, არა რეფორმირებული ბიუროკრატია, არამედ ახალი თაობა, რომელიც სწავლობდა ფიქრს, არა დამორჩილებას. ახალი თაობა, რომელიც იცოდა, რომ ეკონომიკა არის არა აბსტრაქტული ცნება, არამედ ინსტრუმენტი თავისუფლებისთვის. ახალი თაობა, რომელიც შეეძლო ააშენოს ის საქართველო, რომელზეც ბენდუქიძე ოცნებობდა. მაგრამ ეს თაობა ჯერ კიდევ ზრდიდა. და ბენდუქიძეს არ ჰქონდა დრო დაელოდა. ის იყო კაცი, რომელიც მუშაობდა ისეთ, თითქოს ყოველი დღე იყო ბოლო. ის იყო კაცი, რომელიც იცოდა, რომ ცვლილება არ ხდება თანდათანობით, არამედ რევოლუციურად. ის იყო კაცი, რომელიც სჯეროდა, რომ ისტორია არ ელოდება მზადყოფნას, არამედ ქმნის მას. და ის ქმნიდა ისტორიას ბრუტალურად, უკომპრომისოდ, ზოგჯერ სასტიკად, მაგრამ ყოველთვის მიზანმიმართულად. და ეს ისტორია, რომელიც მან შექმნა, დღესაც ცხოვრობს ეკონომიკაში, რომელიც მუშაობს, სისტემაში, რომელიც ფუნქციონირებს, თაობაში, რომელიც ფიქრობს. მაგრამ ასევე ცხოვრობს ტკივილში, რომელიც მან გამოიწვია, განხეთქილებაში, რომელიც მან შექმნა, კითხვებში, რომლებიც მან დატოვა. იყო თუ არა ეს ღირებული? იყო თუ არა ეს სწორი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ფიქრობთ თქვენ, როდესაც უსმენთ ამ ისტორიას? შეგიძლიათ თუ არა გაყიდოთ წარსული, რათა იყიდოთ მომავალი. ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ასე სწრაფი და ასე სასტიკი, ამბობს ყოფილი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა ბენდუქიძის გუნდში 2004-დან 2006 წლამდე, და რომლის ხელები დღესაც კანკალებს, როდესაც იხსენებს იმ დღეებს. ის ადამიანი, რომელიც ნახა ყველაფერი შიგნიდან, რომელიც იყო მოწმე გადაწყვეტილებების მიღებისა, რომელიც იცოდა, რა ფასად მოდიოდა ყოველი რეფორმა, პირველად ლაპარაკობს კამერების წინაშე. მისი ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ბენდუქიძის მანქანა შიგნიდან, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცვლიდა ათასობით ადამიანის ცხოვრებას, როგორ ირჩევდნენ, რა უნდა გადარჩენილიყო და რა უნდა გაყიდულიყო, როგორ აწონებდნენ ეკონომიკურ სარგებელს და სოციალურ ტკივილს. ჩვენ ვიცოდით, რომ ყოველი ჩვენი ხელმოწერა ნიშნავდა ვიღაცის სამსახურის დაკარგვას, ვიღაცის ოცნების დამსხვრევას, ვიღაცის ცხოვრების შეცვლას, აგრძელებს ის და მისი თვალები ივსება ცრემლებით. მაგრამ ბენდუქიძე ამბობდა, თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, მთელი ქვეყანა დაიკარგება, არა მხოლოდ ეს ადამიანები, რა ხედავდა ეს კაცი, რასაც ჩვენ არ ვხედავთ. რა იცოდა ის, რასაც ჩვენ არ ვიცით. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო თუ არა ის მართალი. ბენდუქიძის ოფისი ეკონომიკის სამინისტროში არ იყო ჩვეულებრივი ოფისი. ეს იყო საომარი ოთახი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა არა კომიტეტებში, არა გრძელ განხილვებში, არამედ სწრაფად გადამწყვეტად ზოგჯერ ერთი შეხვედრის განმავლობაში. კედლებზე ეკიდა რუკები საქართველოს ყველა რეგიონისას, სადაც მონიშნული იყო ყველა სახელმწიფო საწარმო, ყველა ქონება, ყველა აქტივი. წითელი ფერი ნიშნავდა გასაყიდი, ყვითელი გადასაწყვეტი, მწვანე, შესანარჩუნებელი. და ყოველ კვირას ეს რუკა იცვლებოდა, მეტი წითელი, ნაკლები ყვითელი, ძალიან ცოტა მწვანე. ყოფილი თანამშრომელი იხსენებს ერთ შეხვედრას, როდესაც ვიღაც მინისტრმა შეეცადა დაეცვა ერთი ქარხანა, რომელიც მონიშნული იყო წითლად. ეს ქარხანა არის ისტორიული, თქვა მან.
ეს ქარხანა აშენდა ჩვენი ბაბუების მიერ. ბენდუქიძემ შეხედა მას და უთხრა: თქვენი ბაბუები ააშენეს ქარხანა, რომელიც მუშაობდა საბჭოთა სისტემაში. ეს სისტემა აღარ არსებობს. ეს ქარხანა აწარმოებს პროდუქტს, რომელსაც არავინ კიდულობს. ის კარგავს ფულს ყოველ თვეს. და ეს ფული მოდის გადასახადებიდან, რომლებსაც იხდიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ჯანდაცვა, განათლება, გზები. თქვენ გინდათ, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ამ ნანგრევის დაფინანსება, იმიტომ რომ ის არის ისტორიული. თუ გინდათ, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს ფული რაღაცისთვის, რაც მართლაც დაეხმარება ადამიანებს, სიჩუმე დამყარდა ოთახში. მინისტრმა ვერაფერი უპასუხა. ქარხანა გაიყიდა 2 კვირის შემდეგ. მაგრამ იყო რაღაც, რაც ბენდუქიძე აკეთებდა და რაზეც არავინ საუბრობდა. საჯაროდ ის ინახავდა საიდუმლო დოკუმენტებს, სადაც ჩაწერილი იყო ყველა გარიგების დეტალები, ყველა გადაწყვეტილების მიზეზები, ყველა კალკულაცია. ეს იყო მისი დაცვის მექანიზმი. ის იცოდა, რომ ერთ დღეს მას დასვამდნენ კითხვებს, ერთ დღეს მას დაედებოდა ბრალი, ერთ დღეს მას მოუწევდა გამართლება. და ის ემზადებოდა ამ დღისთვის. ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, როგორ ბენდუქიძე ყოველ საღამოს რჩებოდა ოფისში და წერდა დეტალურ ანგარიშებს, რატომ გაიყიდა ეს ქონება, რატომ ამ ფასად, რატომ ამ ინვესტორისთვის, რა იყო ალტერნატივები, რა იქნებოდა შედეგები, თუ არ გაყიდდა. ის იყო ობსესიური ამ დოკუმენტაციის მიმართ, ამბობს ის. ის ამბობდა, ისტორია უნდა იცოდეს სიმართლე. არა ის, რასაც პოლიტიკოსები იტყვიან, არა ის, რასაც გაზეთები დაწერენ, არამედ ის, რაც მართლაც მოხდა, მაგრამ სად არის ეს დოკუმენტაცია დღეს? ვინ ინახავს ამ საიდუმლო არქივს? და რატომ არავინ საუბრობს მასზე? ბენდუქიძის რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული ასპექტი იყო ის, თუ როგორ ეპყრობოდა ის ადამიანებს, რომლებიც კარგავდნენ სამსახურს. ის არ სთავაზობდა კომპენსაციებს, არ სთავაზობდა გადამზადების პროგრამებს, არ სთავაზობდა სოციალურ დახმარებას. ის ამბობდა, ეკონომიკა არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. თუ თქვენი სამუშაო აღარ არსებობს, იპოვეთ ახალი. ბაზარი შექმნის ახალ შესაძლებლობებს. ეს იყო ბრუტალური ფილოსოფია, მაგრამ ბენდუქიძე სჯეროდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა. ის ამბობდა, თუ ჩვენ დავიწყებთ კომპენსაციების გადახდას ყველასთვის, ვინც კარგავს სამუშაოს, ჩვენ არასოდეს შევძლებთ რეფორმების გაკეთებას. რადგან ყოველი რეფორმა ნიშნავს ვიღაცის დაკარგვას. და თუ ჩვენ უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც კარგავს, ჩვენ გავკოტრდებით. ეს იყო ლოგიკა, რომელიც მუშაობდა ეკონომიკურად, მაგრამ არა ადამიანურად. და ეს იყო ბენდუქიძის ტრაგედია, ის იყო გენიოსი ეკონომიკაში, მაგრამ ბრმა ემოციებში. ის ხედავდა ციფრებს, მაგრამ არ ხედავდა სახეებს. ის ხედავდა სისტემას, მაგრამ არ ხედავდა ადამიანებს. და ეს სიბრმავე, ეს უნარობა ემპათიისა გახდა მისი დიდი სისუსტე. მაგრამ იყო ერთი ადამიანი ბენდუქიძის გუნდში, რომელიც ხედავდა ამ პრობლემას, ადამიანი, რომელიც ცდილობდა დაეცვა ის, ვინც რჩებოდა უკან, ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეენელებინა რეფორმების ტემპი, რათა ადამიანებს ჰქონოდათ დრო ადაპტაციისთვის. ეს ადამიანი იყო ახლო თანამშრომელი, რომელსაც ბენდუქიძე ენდობოდა და რომელიც იცოდა ყველა საიდუმლო. მაგრამ ნელ-ნელა ეს ადამიანი იწყებდა ეჩვის შეტანას, ეჩვის იმაში, რომ ბენდუქიძის მეთოდები იყო ძალიან ბრუტალური, ძალიან სწრაფი, ძალიან სასტიკი. ის იწყებდა ფიქრს, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა გზა, უფრო ნელი, უფრო რბილი, უფრო ადამიანური გზა. და ეს ეჩვი, ეს შიდა კონფლიქტი იზრდებოდა დღითი დღე, სანამ საბოლოოდ არ გადაიზარდა რაღაცად უფრო დიდად, გადაიზარდა გადაწყვეტილებად, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. მაგრამ ეს მოხდება მოგვიანებით. ახლა 2004-დან 6 წლამდე ეს ადამიანი ჯერ კიდევ იყო ერთგული, ჯერ კიდევ მუშაობდა, ჯერ კიდევ ელოდა. მაგრამ რას ელოდა? რა იყო ის მომენტი, რომელიც შეცვლიდა მის გადაწყვეტილებას? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდა თუ არა ბენდუქიძემ, რომ მისი ყველაზე ახლო ადამიანი ნელ-ნელა გადაიქცეოდა მის ყველაზე დიდ მტრად. 2006 წელს, როდესაც ბენდუქიძე უკვე 2 წელი მუშაობდა ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის მინისტრად, მოხდა რაღაც, რაზეც არავინ საუბრობდა საჯაროდ, მაგრამ რაც ყველამ იცოდა კულუარებში, ბენდუქიძეს დაუწყო ჯანმრთელობის პრობლემები. ის იყო კაცი, რომელიც მუშაობდა 18 საათს დღეში, რომელიც იკვებებოდა არასწორად, რომელიც არ ულიდა თავის სხეულს, რომელიც ცხოვრობდა სტრესში და ძაბვაში. მისი ექიმები აფრთხილებდნენ, თქვენ უნდა შეანელოთ. თქვენ უნდა დაისვენოთ. თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, მაგრამ ბენდუქიძე არ უსმენდა. ის ამბობდა, მე არ მაქვს დრო დასვენებისთვის. მე მაქვს ქვეყანა გადასარჩენად და ის აგრძელებდა მუშაობას, უფრო მეტი შეხვედრები, უფრო მეტი გადაწყვეტილებები, უფრო მეტი რეფორმები. მაგრამ მისი სხეული იწყებდა ბრძოლას.
ის იწყებდა სიგნალების გაგზავნას, ტკივილი გულში, სიმძიმე სუნთქვაში, დაღლილობა, რომელიც არ გადიოდა ძილის შემდეგაც. ახლო ადამიანები ხედავდნენ ამას და ღელავდნენ. მაგრამ ბენდუქიძე უგულებელყოფდა ყველა გაფრთხილებას. ის იყო კაცი მისიით და მისია იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჯანმრთელობა. მაგრამ იყო რაღაც სხვა, რაც აწუხებდა ბენდუქიძეს, რაღაც, რაზეც ის არ საუბრობდა არავისთან, რაღაც, რაც ინახავდა ღრმად შიგნით. ახლო მეგობარი, რომელიც ხშირად ესტუმრებოდა მას სახლში. გვიან საღამოს იხსენებს ერთ საუბარს, რომელიც მათ ჰქონდათ ღამის 2 საათზე, როდესაც ბენდუქიძე დალიეს იყო და უფრო გულწრფელი, ვიდრე ჩვეულებრივ. მე ვიცი, რომ ისინი მიძულენ, თქვა მან. მე ვიცი, რომ ისინი მე მოღალატედ მიიჩნევენ. მე ვიცი, რომ როდესაც მე მოვკვდები, ისინი იზეიმებენ. მეგობარმა სცადა დაერწმუნებინა, რომ ეს არ იყო სიმართლე, რომ ბევრი ადამიანი აფასებდა მის საქმიანობას, რომ ისტორია გაამართლებდა მას. მაგრამ ბენდუქიძემ თავი გააქნია. ისტორია არის ის, რასაც გამარჯვებულები წერენ. და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები. ეს იყო იშვიათი მომენტი სისუსტისა, იშვიათი მომენტი ეჩვისა, იშვიათი მომენტი, როდესაც ბენდუქიძე აღიარებდა, რომ შეიძლება ის არ იყო მართალი, შეიძლება მისი მეთოდები იყო ძალიან ბრუტალური, შეიძლება ის გადაჭარბებულიყო. მაგრამ დილით, როდესაც ის იღვიძებდა, ეს ეჩვიქრებოდა. ის კვლავ იყო ბენდუქიძე, დარწმუნებული, გადამწყვეტი, უკომპრომისო. ამ პერიოდში ბენდუქიძემ გააკეთა რაღაც, რაც ბევრმა არ გაიგო, მან დაიწყო საკუთარი ქონების გაყიდვა რუსეთში და ამ ფულის ჩადება საქართველოში. ის ყიდდა თავის ბიზნესებს, თავის აქციებს, თავის უძრავ ქონებას და აფინანსებდა განათლების პროექტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ პროგრამებს საქართველოში. ადამიანები ეკითხებოდნენ, რატომ? რატომ აკეთებს ამას კაცი, რომელსაც შეუძლია იცხოვროს როგორც მეფე ნებისმიერ ქვეყანაში? და პასუხი იყო მარტივი, მაგრამ ღრმა. ბენდუქიძე იცოდა, რომ ფული არის მხოლოდ ინსტრუმენტი, არა მიზანი. ის იცოდა, რომ მისი ნამდვილი მემკვიდრეობა არ იქნებოდა ბანკის ანგარიშები, არამედ ის, რასაც ის ააშენებდა, უნივერსიტეტები, სადაც სწავლობდნენ, ახალი თაობა, ჯანდაცვის ცენტრები, სადაც მკურნალობდნენ ადამიანები, გზები, რომლებზეც მოძრაობდა ეკონომიკა. ეს იყო მისი ხედვა, არა პირადი გამდიდრება, არამედ ქვეყნის ტრანსფორმაცია. არა ეგოიზმი, არამედ მისია. და ამ მისიისთვის ის იყო მზად გაეწირა ყველაფერი. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, ბენდუქიძის ხედვა არ იყო ყველასთვის მისაღები. ბევრი ადამიანი, თუნდაც მის გუნდში, თვლიდა, რომ ის მიდიოდა ძალიან შორს, ძალიან სწრაფად, ძალიან ბრუტალურად. ისინი ხედავდნენ ადამიანებს, რომლებიც რჩებოდნენ უკან, ადამიანებს, რომლებიც კარგავდნენ ყველაფერს, ადამიანებს, რომლებიც ვერ ერგებოდნენ ახალ სისტემას. და ისინი ეკითხებოდნენ, ღირს თუ არა ეს? ღირს თუ არა ეკონომიკური ზრდა ამ ადამიანური ტკივილის ფასად? ბენდუქიძე პასუხობდა, თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, ყველა დაიკარგება, არა მხოლოდ ეს ადამიანები. თუ ჩვენ არ შევცვლით სისტემას, ქვეყანა გაკოტრდება და მაშინ არავის ექნება არაფერი. ეს იყო მისი ლოგიკა, რომელიც იყო სწორი ეკონომიკურად, მაგრამ არა ყოველთვის სწორი ადამიანურად. და ეს დაძაბულობა, ეს კონფლიქტი ხედვებს შორის იზრდებოდა დღითი დღე, სანამ საბოლოოდ არაფერი გდებოდა. 2007 წელს, როდესაც ბენდუქიძე უკვე 3 წელი მუშაობდა ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის მინისტრად, მოხდა რაღაც, რაც შეცვლიდა ყველაფერს. ერთ-ერთმა მისმა ახლო თანამშრომელმა, ადამიანმა, რომელსაც ის ენდობოდა, ადამიანმა, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლო, მოულოდნელად გადადგა. ოფიციალური მიზეზი იყო პირადი მიზეზები, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს არ იყო სიმართლე. ჭორები ვრცელდებოდა, ზოგი ამბობდა, რომ ეს ადამიანი აღარ ეთანხმებოდა ბენდუქიძის მეთოდებს, სხვები ამბობდნენ, რომ ის ნახა რაღაც, რაც არ უნდა ენახა, კიდევ სხვები ამბობდნენ, რომ ის უბრალოდ დაიღალა და მოინდომა ნორმალური ცხოვრება. მაგრამ რეალობა იყო უფრო რთული, ეს ადამიანი მართლაც ნახა რაღაც, რაც შეცვალა მის ხედვას, რაღაც, რაც აიძულა გადაეფასებინა ყველაფერი, რაღაც, რაც გახადა შეუძლებელი გაგრძელება მუშაობისა ბენდუქიძესთან. და ეს რაღაც იყო არა ერთი მოვლენა, არამედ 1000 პატარა მოვლენა, 1000 ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამუშაო, 1000 ოჯახი, რომელიც დარჩა უკან, 1000 ცრემლი, რომელიც დაიღვარა. და ეს ადამიანი, რომელიც ხედავდა ყველა ამ ტკივილს, აღარ შეეძლო გაგრძელება. ის გადადგა და ის დაიწყო ლაპარაკი. 2008 წელს, როდესაც ბენდუქიძის რეფორმები უკვე 4 წელი გრძელდებოდა, შედეგები იყო შთამბეჭდავი. მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 4-ჯერ. საქართველო გახდა ნომერ 1 მსოფლიოში რეფორმების მიხედვით მსოფლიო ბანკის რეიტინგში. უცხოური ინვესტიციები ჩამოდიოდა რეკორდული ტემპით, ახალი ბიზნესები იხსნებოდა ყოველდღე, ადამიანები პოულობდნენ სამუშაოს, ეკონომიკა მუშაობდა.
ეს იყო სასწაული, ეკონომიკური სასწაული, რომელიც შეცვლიდა საქართველოს სამუდამოდ. მაგრამ ამავე დროს იყო რაღაც სხვა, რაღაც, რაზეც არავინ საუბრობდა საჯაროდ, რაღაც, რაც იმალებოდა ციფრების უკან, რაღაც, რაც არ ჩანდა სტატისტიკაში. ეს იყო ადამიანები, რომლებიც დარჩნენ უკან, ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს ადაპტაცია ახალ სისტემაში, ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი, ადამიანები, რომლებიც გრძნობდნენ, რომ მათი ქვეყანა გაიყიდა მათ გარეშე, მათი თანხმობის გარეშე, მათი მონაწილეობის გარეშე. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ყოფილი ქარხნის მუშა, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ იმ საწარმოში, რომელიც გაიყიდა ბენდუქიძის რეფორმების დროს. ის იყო კაცი, რომელიც მუშაობდა ამ ქარხანაში 30 წელი, რომელიც იზრდიდა ოჯახს ამ ხელფასით, რომელიც გეგმავდა პენსიაზე გასვლას ამ ქარხნიდან. მაგრამ ერთ დღეს მას უთხრეს, ქარხანა გაიყიდა. ახალი მფლობელი მოდის. ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი შეიცვალა. ახალი მფლობელი მოიტანა ახალი ტექნოლოგიები, ახალი მენეჯმენტი, ახალი წესები. და ძველი მუშები, რომლებიც არ იცოდნენ ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც არ ლაპარაკობდნენ უცხო ენებზე, რომლებიც არ იყვნენ მოქნილები, გაათავისუფლეს. ეს კაცი 30 წლის გამოცდილებით აღმოჩნდა ქუჩაში, უმუშევარი, უპერსპექტივო დავიწყებული. ის ცდილობდა იპოვა ახალი სამუშაო, მაგრამ ყველგან ეუბნებოდნენ, თქვენ ძალიან ხანდაზმული ხართ, თქვენ არ გაქვთ საჭირო უნარები, ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები. და ნელ-ნელა ეს კაცი კარგავდა იმედს, კარგავდა ღირსებას, კარგავდა რწმენას, რომ მისი ცხოვრებას ჰქონდა აზრი. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი ისტორია ათასობით ისტორიიდან. იყვნენ ასევე პატარა ბიზნესმენები, რომლებიც ვერ გაუძლეს კონკურენციას დიდ კორპორაციებს, რომლებიც მოვიდნენ უცხოური ინვესტიციებით. იყვნენ ფერმერები, რომლებმაც დაკარგეს მიწა, რადგან ვერ გადაიხადეს გადასახადები ახალ სისტემაში. იყვნენ მასწავლებლები, ექიმები, ინჟინრები, რომლებიც აღმოჩნდნენ, რომ მათი კვალიფიკაცია აღარ იყო საკმარისი ახალ სტანდარტებში. და ყველა ეს ადამიანი ეკითხებოდა ერთსა და იმავე კითხვას, ვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი? ვის სჭირდებოდა ეს ეკონომიკური სასწაული? თუ ჩვენ დაუკარგეთ ყველაფერი, ბენდუქიძე პასუხობდა, თქვენ არ დაკარგეთ ყველაფერი. თქვენ დაკარგეთ ძველი სისტემა, რომელიც არ მუშაობდა. მაგრამ თქვენ მოიგეთ ახალი სისტემა, რომელიც მუშაობს. და თუ თქვენ ვერ ერგებით ამ ახალ სისტემას, ეს არის თქვენი პრობლემა, არა სისტემის პრობლემა. ეს იყო ბრუტალური პასუხი, მაგრამ ეს იყო ბენდუქიძის პასუხი, რომელიც იყო ლოგიკური, მაგრამ არა თანაგრძნობიანი. და აქ იყო ბენდუქიძის ყველაზე დიდი შეცდომა. ის ფიქრობდა, რომ ეკონომიკა არის მხოლოდ ციფრები, მხოლოდ სისტემები, მხოლოდ ეფექტურობა. მაგრამ ეკონომიკა არის ასევე ადამიანები, ადამიანები თავიანთი ემოციებით, თავიანთი მოგონებებით, თავიანთი იმედებით და შიშებით. და როდესაც თქვენ ცვლით ეკონომიკას, თქვენ ცვლით არა მხოლოდ ციფრებს, არამედ ადამიანების ცხოვრებას. და თუ თქვენ არ ითვალისწინებთ ამ ადამიანურ ფაქტორს, თქვენ ქმნით არა მხოლოდ ეკონომიკურ წარმატებას, არამედ სოციალურ კატასტროფას. ბენდუქიძემ შექმნა ეკონომიკური სასწაული, მაგრამ ამავე დროს შექმნა სოციალური განხეთქილება იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მოიგეს ახალი სისტემიდან, და იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც დაკარგეს. და ეს განხეთქილება, ეს ნაპრალი საზოგადოებაში იზრდებოდა დღითიდღე, სანამ საბოლოოდ არ გახდებოდა უბსკრული. მაგრამ ბენდუქიძე არ ხედავდა ამას. ან შეიძლება ხედავდა, მაგრამ არ აქცევდა ყურადღებას, რადგან სჯეროდა, რომ ეკონომიკური წარმატება იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სოციალური ჰარმონია. ის სჯეროდა, რომ როდესაც ეკონომიკა გაიზრდებოდა, ყველა ადამიანი მოიგებდა, ზოგი მეც, ზოგი ნაკლებს, მაგრამ ყველა მოიგებდა. ის სჯეროდა, რომ მზარდი ნავი ყველა ნავს აწევს. მაგრამ რეალობა იყო უფრო რთული, ზოგიერთი ნავი ადიოდა, მაგრამ ზოგიერთი ნავი ძირს ეშვებოდა. და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ ჩაძირულ ნავებში, არ აინტერესებდათ სტატისტიკა, არ აინტერესებდათ ეკონომიკური ზრდა, არ აინტერესებდათ რეიტინგები. მათ აინტერესებდათ მხოლოდ ერთი რამ, როგორ გადარჩენილიყვნენ, როგორ გამოეკვებათ ოჯახი, როგორ შეენარჩუნებინათ ღირსება. და ბენდუქიძე არ ჰქონდა პასუხი ამ კითხვებზე. ან ჰქონდა პასუხი, მაგრამ ეს პასუხი იყო, ეს არის თქვენი პრობლემა, არა ჩემი. 2008 წლის ბოლოს, როდესაც ბენდუქიძე ტოვებდა თავის თანამდებობას მთავრობაში, ის იყო ამაყი თავისი მიღწევებით, ეკონომიკა გაიზარდა, რეფორმები განხორციელდა, საქართველოს შეიცვალა. მაგრამ ამავე დროს ის იყო დაღლილი, ავად მარტოხელა. მისი ჯანმრთელობა გაუარესდა, მისი მეგობრები შემცირდნენ, მისი მტრები გაიზარდნენ. ის იცოდა, რომ ერთ დღეს მას მოუწევდა პასუხისგაცემა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დარჩნენ უკან, პასუხისგაცემა ისტორიის წინაშე, პასუხისგაცემა საკუთარი სინდისის წინაშე.
მაგრამ ის სჯეროდა, რომ ის გააკეთა სწორი, რომ ის გააკეთა საჭირო, რომ ის გააკეთა ის, რაც არავის სხვას არ შეეძლო. და ეს რწმენა, ეს დარწმუნებულობა ინახავდა მას ბოლო დღემდე, ბოლო საათამდე, ბოლო წუთამდე. მაგრამ იყო თუ არა ეს რწმენა გამართლებული? იყო თუ არა ბენდუქიძე მართალი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ფიქრობთ თქვენ, როდესაც უსმენთ ამ ისტორიას? შეგიძლიათ თუ არა შექმნათ ეკონომიკური სასწაული სოციალური კატასტროფის ფასად? და თუ შეგიძლიათ, უნდა თუ არა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი ბენდუქიძის შესახებ, ყოველი საიდუმლო გარიგება, ყოველი დამალული დოკუმენტი, ყოველი ღამის შეხვედრას, სადაც გადაწყდებოდა ქვეყნის ბედი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება ადამიანის მიმართ, რომელიც გცვლის ისტორიას, თუ გადაარჩინოთ თქვენი სინდისი და ილაპარაკოთ იმაზე, რაც მართლაც ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. 2009 წელს, როდესაც ბენდუქიძე უკვე დატოვა მთავრობა, მაგრამ კვლავ რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად საქართველოში, ერთმა ადამიანმა მის შიდაწრიდან გადაწყვიტა ილაპარაკოს. არა საჯაროდ, არა გაზეთებში, არამედ ჩუმად, კონფიდენციალურად იმ ადამიანებთან, რომლებიც იწყებდნენ კითხვების დასმას. ეს ადამიანი იყო ყოფილი მთავარი ეკონომიკური მრჩეველი, რომელიც მუშაობდა ბენდუქიძესთან 2004-დან 2008 წლამდე და იცოდა ყველაფერი, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები, ვინ იღებდა რეალურად ამ გადაწყვეტილებებს, რა ფასად მოდიოდა ყოველი რეფორმა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა რჩებოდა დამალული საჯარო თვალისგან. მისი ისტორია იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ძალაუფლების რეალური მექანიზმი, როგორ ხდებოდა ის, რასაც ხალხი ხედავდა როგორც ეკონომიკურ სასწაულს და ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მართავდნენ ამ მანქანას ჩრდილში. რა აიძულა ეს ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ბენდუქიძის თანამშრომელი, გადაეღო და დაეწყო ლაპარაკი? რა ნახა მან, რაც შეცვალა მისი მთელი ხედვა? და რატომ ის ამბობს დღეს, 12 წლის შემდეგ, რომ ბენდუქიძე იყო ერთდროულად გენიოსი და ტრაგიკული ფიგურა, რომელმაც გადაარჩინა ქვეყანა, მაგრამ დაკარგა საკუთარი თავი? ეს ადამიანი, რომელსაც დავარქმევთ ალექსანდრეს რეალური სახელი შეცვლილია უსაფრთხოების მიზნებისთვის, იხსენებს ერთ კონკრეტულ საღამოს 2007 წელს, როდესაც ყველაფერი შეიცვალა მისთვის. ეს იყო გვიან საღამოს დაახლოებით 10 საათი, როდესაც ბენდუქიძე მოუწოდა მას თავის კერძო ოფისში, არა ოფიციალურ სამინისტროს შენობაში, არამედ პირად სამუშაო სივრცეში, სადაც ის იღებდა ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ალექსანდრე შევიდა და დაინახა რაღაც, რაც არასოდეს ენახა. ბენდუქიძე იჯდა მაგიდასთან გარშემო გაბნეული დოკუმენტებით და ის არ იყო თავისი ჩვეულებრივი, დარწმუნებული, კონტროლირებადი თავი. ის იყო დაღლილი, თითქმის დამარცხებული. მან შეხედა ალექსანდრეს და თქვა, მე ვიცი, რას ფიქრობ. მე ვიცი, რომ შენ თვლი, რომ ჩვენ მივდივართ ძალიან შორს. მაგრამ მე გეტყვი რაღაცას, რასაც არავის ვუთხარი, ჩვენ არ გვაქვს არჩევანი. თუ ჩვენ შევჩერდებით ახლა, თუ ჩვენ შევანელებთ, ყველაფერი დაიკარგება. ძველი სისტემა დაბრუნდება. კორუფცია დაბრუნდება. ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, გაქრება. ალექსანდრე უსმენდა და გრძნობდა, რომ რაღაც არ იყო სწორი ამ სიტყვებში, არა იმიტომ, რომ ისინი იყო ტყუილი, არამედ იმიტომ, რომ ისინი იყო არასრული სიმართლე. ბენდუქიძე ამბობდა სიმართლეს ეკონომიკის შესახებ, მაგრამ არ ამბობდა სიმართლეს ადამიანების შესახებ. ის ამბობდა სიმართლეს სისტემის შესახებ, მაგრამ არ ამბობდა სიმართლეს ტკივილის შესახებ, რომელსაც ეს სისტემა იწვევდა. იმ საღამოს ბენდუქიძემ გააკეთა რაღაც, რაც არასოდეს გაუკეთებია, მან გაუზიარა ალექსანდრეს თავისი ყველაზე ღრმა შიში. მან თქვა, მე ვიცი, რომ როდესაც მე მოვკვდები, ისინი დამკრძალავენ როგორც მოღალატეს. მე ვიცი, რომ ისინი იტყვიან, რომ მე გავყიდე საქართველო. მაგრამ სიმართლე არის ის, რომ მე გავყიდე მხოლოდ ის, რაც არ მუშაობდა, რათა ვიყიდო ის, რაც იმუშავებდა. მე გავყიდე წარსულს, რათა მეყიდა მომავალი. და თუ ეს არის ღალატი, მაშინ მე ვარ მოღალატე. მაგრამ მე ვიცი, რომ ისტორია გამამართლებს. ალექსანდრე უსმენდა ამ სიტყვებს და გრძნობდა, რომ ბენდუქიძე მართლაც სჯეროდა ამის, მართლაც იყო დარწმუნებული, რომ ის აკეთებდა სწორს. მაგრამ ამავე დროს ალექსანდრე ხედავდა რაღაცას, რასაც ბენდუქიძე არ ხედავდა, ის ხედავდა ადამიანებს, რომლებიც რჩებოდნენ უკან, ადამიანებს, რომლებიც კარგავდნენ ყველაფერს, ადამიანებს, რომლებისთვის ეს ეკონომიკური სასწაული იყო პირადი კატასტროფა. და ის იწყებდა გაგებას, რომ შეიძლება ბენდუქიძე იყო მართალი ეკონომიკურად, მაგრამ ცდებოდა ადამიანურად. შეიძლება ის ქმნიდა უკეთეს სისტემას, მაგრამ ამავე დროს ქმნიდა უფრო დაყოფილ საზოგადოებას. შეიძლება ის აშენებდა მომავალს, მაგრამ ანგრევდა აწმყოს.
იმ საღამოს შემდეგ ალექსანდრე დაიწყო საკუთარი გამოძიება, არაოფიციალური, არასაჯარო, არამედ პირადი ჩუმი გამოძიება იმის შესახებ, თუ რა მართლაც ხდებოდა ბენდუქიძის რეფორმების უკან. ის დაიწყო საუბარი ადამიანებთან, რომლებიც დაზარალდნენ რეფორმებისგან, ყოფილი მუშები, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო, პატარა ბიზნესმენები, რომლებიც გაკოტრდნენ, ფერმერები, რომლებმაც დაკარგეს მიწა. ის უსმენდა მათ ისტორიებს, მათ ტკივილს, მათ გაბრაზებას. და ნელ-ნელა ის იწყებდა ხედვა სრული სურათისა, რომელიც იყო ბევრად უფრო რთული, ვიდრე ის, რასაც ბენდუქიძე ხედავდა. ის ხედავდა, რომ ეკონომიკური ზრდა იყო რეალური, მაგრამ ასევე რეალური იყო სოციალური ტკივილი. ის ხედავდა, რომ რეფორმები იყო საჭირო, მაგრამ ასევე საჭირო იყო თანაგრძნობა. ის ხედავდა, რომ ბენდუქიძე იყო გენიოსი, მაგრამ ასევე იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ბრმა წერტილი ადამიანური ემოციების მიმართ, ბრმა წერტილი სოციალური სამართლიანობის მიმართ, ბრმა წერტილი იმის მიმართ, რომ ეკონომიკა არის არა მხოლოდ ციფრები, არამედ ადამიანები. 2008 წელს, როდესაც ბენდუქიძე ტოვებდა მთავრობას, ალექსანდრემ გადაწყვიტა, რომ მან ასევე უნდა წასულიყო. არა იმიტომ, რომ ის აღარ სჯეროდა რეფორმების, არამედ იმიტომ, რომ ის აღარ სჯეროდა მეთოდების. ის აღარ შეეძლო იყო ნაწილი სისტემისა, რომელიც ქმნიდა მოგებულებს და დამარცხებულებს, რომელიც ყოფდა საზოგადოებას ორ ნაწილად, იმათ, ვინც მოერგო და იმათ, ვინც ვერ მოერგო. ის აღარ შეეძლო იყო ნაწილი მანქანისა, რომელიც მუშაობდა ეფექტურად, მაგრამ არა ადამიანურად. მან გადადგა და დაიწყო ახალი ცხოვრება, სადაც ის ცდილობდა დაეხმარა იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩნენ უკან, ცხოვრება, სადაც ის ცდილობდა ააშენოს ხიდები იმ უფსკრულზე, რომელიც შეიქმნა რეფორმების დროს. მაგრამ ის არასოდეს საჯაროდ არ გააკრიტიკა ბენდუქიძე. ის არასოდეს არ თქვა, რომ ბენდუქიძე იყო ცუდი ადამიანი ან კორუმპირებული ადამიანი. ის ყოველთვის ამბობდა, ბენდუქიძე იყო გენიოსი, რომელმაც გააკეთა ის, რაც არავის სხვას არ შეეძლო. მაგრამ ყოველი გენიოსი ჰყავს თავისი ბრმა წერტილები. და ბენდუქიძის ბრმა წერტილი იყო ადამიანები. დღეს, 12 წლის შემდეგ, ალექსანდრე კვლავ ფიქრობს იმ საღამოზე, როდესაც ბენდუქიძემ გაუზიარა მას თავისი შიშები. და ის ფიქრობს, იყო თუ არა ბენდუქიძე მართალი. გაამართლა თუ არა ისტორიამ ის. და პასუხი, რომელსაც ალექსანდრე იძლევა, არის რთული. ბენდუქიძე იყო მართალი იმაში, რომ საქართველოს სჭირდებოდა რადიკალური ცვლილება. მაგრამ ის ცდებოდა იმაში, რომ ეს ცვლილება შეიძლებოდა მოხდენილიყო ადამიანური ფასის გარეშე. ისტორიამ გაამართლა მისი ეკონომიკური ხედვა, მაგრამ არ გაამართლა მისი სოციალური ბრმავება. 2010 წელს, 2 წლის შემდეგ ბენდუქიძის მთავრობიდან წასვლის შემდეგ, საქართველოში დაიწყო რაღაც, რაზეც არავინ საუბრობდა ხმამაღლა, მაგრამ რაც ყველამ გრძნობდა, დაიწყო არქივების გახსნა. არაოფიციალურად, არასაჯაროდ, არამედ ჩუმად, კონფიდენციალურად დაიწყო იმ დოკუმენტების გამოჩენა, რომლებიც ინახებოდა დახურულ სეიფებში, დაიწყო იმ ისტორიების გავრცელება, რომლებიც არასოდეს ყოფილა საჯარო. ეს იყო დოკუმენტები ბენდუქიძის რეფორმების შესახებ, დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები, ვინ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს, რა იყო რეალური мотиваცია ყოველი გარიგებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა რჩებოდა დამალული საჯარო თვალისგან. ეს იყო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ბენდუქიძის რეფორმები იყო არა მხოლოდ ეკონომიკური აუცილებლობა, არამედ ასევე პოლიტიკური არჩევანი, რომელიც კეთდებოდა კონკრეტული ინტერესების სასარგებლოდ არჩევანი, რომელიც ქმნიდა მოგებულებს და დამარცხებულებს არჩევანი, რომელიც ცვლიდა არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ ძალაუფლების სტრუქტურას. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი, რომელიც გამოჩნდა 2010 წელს, იყო საიდუმლო მემორანდუმი, რომელიც დაიწერა 2005 წელს ბენდუქიძის ოფისში და რომელიც შეიცავდა დეტალურ გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო პრივატიზაცია. ეს დოკუმენტი, რომელიც იყო მონიშნული როგორც სრულიად საიდუმლო და რომელიც არასოდეს ყოფილა საჯარო, აჩვენებდა, რომ პრივატიზაციის პროცესი არ იყო ისეთი გამჭვირვალე და ობიექტური, როგორც ეს წარმოდგენილი იყო საჯაროდ. დოკუმენტი აჩვენებდა, რომ გარკვეული ქონება იყიდებოდა კონკრეტული ინვესტორებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები მთავრობასთან, რომ გარკვეული გარიგებები კეთდებოდა დახურულ კარს მიღმა, რომ გარკვეული ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი ყველა პოტენციური მყიდველისთვის. ეს არ იყო კორუფცია კლასიკური გაგებით, არავინ იღებდა ქრთამებს, არავინ იპარავდა ფულს ოფშორულ ანგარიშებზე. მაგრამ ეს იყო რაღაც სხვა, ეს იყო სისტემა, სადაც ძალაუფლება და ბიზნესი იყო გადაჯაჭვული, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები ემსახურებოდა ეკონომიკურ ინტერესებს, სადაც საჯარო სიკეთე და კერძო სარგებელი იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. როდესაც ეს დოკუმენტი გამოჩნდა, ბენდუქიძემ უარყო ყველა ბრალდება. მან თქვა, ეს არის პოლიტიკური თამაში. ეს არის მცდელობა დისკრედიტაციისა.
ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, იყო კანონიერი, გამჭვირვალე, ეკონომიკურად გამართლებული, მაგრამ დოკუმენტი იყო იქ შავზე თეთრი და ის აჩვენებდა რაღაცას, რაც ბენდუქიძე არ აღიარებდა. ის აჩვენებდა, რომ რეფორმები, რომლებიც წარმოდგენილი იყო როგორც ტექნოკრატული, ობიექტური, ეკონომიკურად აუცილებელი, მართლაც იყო ასევე პოლიტიკური, სუბიექტური, ინტერესებზე დაფუძნებული. ეს არ ნიშნავდა, რომ რეფორმები იყო ცუდი. ეს არ ნიშნავდა, რომ ბენდუქიძე იყო კორუმპირებული. მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ ისტორია იყო უფრო რთული, ვიდრე მარტივი ნარატივი გენიოსი რეფორმატორის შესახებ. ეს ნიშნავდა, რომ ბენდუქიძე იყო არა მხოლოდ ეკონომიკური ვიზიონერი, არამედ ასევე პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც იცოდა როგორ გამოეყენებინა ძალაუფლება საკუთარი მიზნების მისაღწევად. მაგრამ რა იყო ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც წაიკითხეს ეს დოკუმენტები? რა იყო ის, რაც აიძულებდა მათ დაესვათ კითხვები? ეს იყო არა ის, რაც იყო დოკუმენტებში, არამედ ის, რაც არ იყო. ეს იყო ის ინფორმაცია, რომელიც ნაკლული იყო, ის გვერდები, რომლებიც იყო ამოგლეჯილი, ის ნაწილები, რომლებიც იყო შავად გადახატული. ეს იყო ის საიდუმლოებები, რომლებიც კვლავ რჩებოდა დამალული, ის ისტორიები, რომლებიც არასოდეს ყოფილა მოთხრობილი, ის სიმართლე, რომელიც კვლავ ელოდა გამოცხადებას. და ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა, არა ის, რაც იყო ცნობილი, არამედ ის, რაც კვლავ იყო უცნობი. არა ის, რაც იყო გამჟღავნებული, არამედ ის, რაც კვლავ იყო დამალული. არა ის, რაც იყო ნათქვამი, არამედ ის, რაც კვლავ იყო დაუსრულებელი. ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც მუშაობდა ბენდუქიძესთან და რომელიც ახლა ცხოვრობს საზღვარგარეთ, ამბობს, ბენდუქიძის ნამდვილი ისტორია არასოდეს ყოფილა მოთხრობილი. ის, რასაც ადამიანები იციან, არის მხოლოდ ზედაპირი. ის, რაც მართლაც მოხდა, არის ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო საინტერესო, ბევრად უფრო ტრაგიკული. ბენდუქიძე იყო კაცი, რომელიც ცდილობდა შეცვალოს ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს იყო კაცი, რომელიც იყო თქვა საკუთარი ხედვისა, თქვა საკუთარი ეგოსა, თქვა საკუთარი დარწმუნებულობისა, რომ ის იცოდა საუკეთესო. და ეს დარწმუნებულობა, ეს უნარობა ეჩვის შეტანისა გახდა მისი დიდი ძლიერება და მისი საბოლოო სისუსტე. ეს სიტყვები აჩვენებს რაღაცას, რაც ხშირად იკარგება დებატებში ბენდუქიძის შესახებ. ის იყო არა მხოლოდ ეკონომიკური ფიგურა, არამედ ასევე ადამიანი. ადამიანი თავისი ძლიერებებით და სისუსტეებით, თავისი ხედვებით და ბრმა წერტილებით, თავისი წარმატებებით და წარუმატებლობებით. და ამ ადამიანის ნამდვილი ისტორია, ამ ადამიანის სრული სურათი, კვლავ ელოდება მოთხრობას. მაგრამ ვინ მოყვება ამ ისტორიას? ვინ გაბედავს ილაპარაკოს იმაზე, რაც კვლავ არის ტაბუ? ვინ გახსნის იმ არქივებს, რომლებიც კვლავ არის დახურული? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მზად არის თუ არა საქართველო მოისმინოს სრული სიმართლე ბენდუქიძის შესახებ, სიმართლე, რომელიც არის არა შავი ან თეთრი, არამედ ნაცრისფერი, სიმართლე, რომელიც აჩვენებს, რომ ბენდუქიძე იყო არც გმირი და არც ბოროტმოქმედი, არამედ რთული, წინააღმდეგობრივი, ტრაგიკული ფიგურა, რომელმაც შეცვალა ქვეყანა სამუდამოდ, მაგრამ ფასად, რომელიც კვლავ იხდება დღესაც. მე-13 ივნისს 2014 წელს, როდესაც კახა ავთანდილისძე ბენდუქიძის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდებოდა ლონდონში, მოხდა რაღაც, რაზეც არავინ საუბრობდა საჯაროდ, მაგრამ რაც ყველამ იცოდა კულუარებში, მას ჰქონდა საიდუმლო ვიზიტორი. ეს იყო ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა თბილისიდან, ადამიანი, რომელიც არ გამოჩენილა არც ერთ ოფიციალურ ჩანაწერში, ადამიანი, რომელიც შევიდა ბენდუქიძის საავადმყოფოს პალატაში გვიან საღამოს და გავიდა 1 საათის შემდეგ და არავინ იცის, რა ითქვა იმ საუბარში. მოწმეები, რომლებიც იყვნენ საავადმყოფოში იმ დროს, ამბობენ, რომ ბენდუქიძე გამოვიდა იმ შეხვედრის შემდეგ უფრო მშვიდი, თითქმა მიერებული, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყდა. მაგრამ რა ითქვა იმ საუბარში? ვინ იყო ეს საიდუმლო ვიზიტორი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ ეს შეხვედრა არასოდეს გახდა საჯარო? ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო ძველი მეგობარი, რომელიც მოვიდა დასამშვიდობებლად. სხვები ამბობენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ემისარი, რომელიც მოვიდა შეთავაზებით, რომელიც შეეძლო შეეცვალა ყველაფერი. კიდევ სხვები ამბობენ, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც მოვიდა გაფრთხილებით იმის შესახებ, რომ ბენდუქიძის მემკვიდრეობა იყო საფრთხეში, რომ ძალები, რომლებიც ის შექმნა, ახლა ბრუნდებოდა მის წინააღმდეგ. ის, რაც ცნობილია დარწმუნებით, არის ის, რომ ბენდუქიძის ბოლო თვეები იყო სავსე ტკივილით, არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილით, რომელიც მოდიოდა მისი გულის პრობლემებიდან, არამედ ასევე ემოციური ტკივილით, რომელიც მოდიოდა იმის გააზრებიდან, რომ მისი მემკვიდრეობა იყო დაუცველი, რომ ის, რისთვისაც ის იბრძოდა, შეიძლება დაკარგულიყო, რომ ისტორია, რომელსაც ის ელოდა გაემართლებინა, შეიძლება არასოდეს მოსულიყო.
ახლო ადამიანები, რომლებიც სტუმრობდნენ მას ლონდონში იმ დროს, ამბობენ, რომ ის ხშირად საუბრობდა საქართველოზე, თავის რეფორმებზე, თავის იმედებზე და შიშებზე. ის ამბობდა, მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მიძულს. მე ვიცი, რომ ისინი ელოდებიან ჩემს სიკვდილს, რათა დაიწყონ ყველაფრის შეცვლა, რაც მე გავაკეთე. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, ის, რაც მე ავაშენე, არის ძლიერი. ის არ შეიძლება ადვილად განადგურდეს. ეკონომიკა, რომელიც მუშაობს, არ შეიძლება უბრალოდ გაქრეს. სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, არ შეიძლება უბრალოდ დაიშალოს, მაგრამ მისი თვალებში იყო ეჭვი, რომელიც ის არ გამოხატავდა სიტყვებით, მაგრამ რომელიც იყო იქ ღრმად შიგნით. ბენდუკიძის ბოლო დღეები იყო ასევე დღეები, როდესაც ის ცდილობდა მოეწყო თავისი საქმეები, არა ფინანსური საქმეები, რადგან მისი ქონება უკვე იყო განაწილებული, არამედ ინტელექტუალური საქმეები, იდეოლოგიური საქმეები. ის წერდა წერილებს, ის აკეთებდა ჩანაწერებს, ის ტოვებდა ინსტრუქციებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ენდობოდა. ის ცდილობდა დაეცვა თავისი მემკვიდრეობა, დაეცვა თავისი ხედვა, დაეცვა ის, რისთვისაც ის იბრძოდა მთელი ცხოვრება. მაგრამ ამავე დროს ის იცოდა, რომ ის არ შეეძლო კონტროლი ყველაფრისა, რომ ის არ შეეძლო განსაზღვრა, თუ როგორ იქნებოდა მოხსენიებული, როგორ იქნებოდა შეფასებული, როგორ იქნებოდა გაგებული. ის იცოდა, რომ ისტორია დაწერდა თავის ვერსიას, და ის ვერსია შეიძლება არ იყოს ის, რასაც ის ელოდა. და ეს გააზრება, ეს უუნარობა კონტროლისა იყო შეიძლება ყველაზე მძიმე ტვირთი, რომელიც მას ჰქონდა ბოლო დღეებში. მე-13 ივნისს 2014 წელს, გულის ოპერაციის შემდეგ, კახა ბენდუკიძის ჯანმრთელობა სწრაფად გაუარესდა. ექიმები აკეთებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ, მაგრამ მისი სხეული აღარ ებრძოდა. ის იყო დაღლილი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ასევე ემოციურად, ინტელექტუალურად, სულიერად. ის იყო კაცი, რომელიც მუშაობდა თავისი მთელი ცხოვრება, რომელიც არასოდეს ჩერდებოდა, რომელიც არასოდეს ისვენებდა, რომელიც ყოველთვის იყო მოძრაობაში, ყოველთვის იყო ბრძოლაში, ყოველთვის იყო მისიაში. და ახლა, ბოლოს, მისი სხეული ამბობდა, საკმარისია, ახლო ადამიანები, რომლებიც იყვნენ მასთან ბოლო საათებში, ამბობენ, რომ ის იყო მშვიდი, თითქმა მიერებული. ის არ ებრძოდა სიკვდილს. ის არ ეშინოდა მისი. ის უბრალოდ ელოდა, თითქოს ელოდა რაღაცას, რაც უნდა მოსულიყო. და შემდეგ, ჩუმად, მშვიდად, მისი გული შეჩერდა. კახა ავთანდილისძე ბენდუკიძე, კაცი, რომელმაც შეცვალა საქართველო, კაცი, რომელმაც გაყიდა ყველაფერი გარდა სინდისისა, კაცი, რომელიც იყო გენიოსი და ტრაგიკული ფიგურა ერთდროულად, გარდაიცვალა 58 წლის ასაკში, მარტო, უცხო ქვეყანაში, სასამართლო დევნის ქვეშ. მისი სიკვდილის შემდეგ საქართველოში დაიწყო დებატები, რომლებიც გრძელდება დღემდე. ზოგი ამბობს, რომ ბენდუკიძე იყო გმირი, რომელმაც გადაარჩინა ქვეყანა. სხვები ამბობენ, რომ ის იყო ოლიგარქი, რომელმაც გაყიდა ქვეყანა. ზოგი ამბობს, რომ ის იყო გენიოსი, რომელმაც გააკეთა ის, რაც არავის სხვას არ შეეძლო. სხვები ამბობენ, რომ ის იყო ცინიკოსი, რომელმაც გამოიყენა ქვეყნის სისუსტე საკუთარი იდეების განსახორციელებლად. მაგრამ ორივე მხარეთან ხდება ერთში, ბენდუკიძე იყო ძალა, რომელმაც შეცვალა საქართველო სამუდამოდ. კითხვა რჩება, იყო თუ არა ეს ცვლილება კურთხევა თუ წყევლა? იყო თუ არა ბენდუკიძე პატრიოტი, რომელმაც გააკეთა ის, რაც საჭირო იყო, თუ ცინიკოსი, რომელმაც გამოიყენა ქვეყნის სისუსტე? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა ვიხსენოთ ის? როგორ უნდა შევაფასოთ მისი მემკვიდრეობა? როგორ უნდა გავიგოთ მისი ისტორია? პასუხი ამ კითხვებზე არის რთული, რადგან ბენდუკიძის ისტორია არის რთული. ის არ არის მარტივი ისტორია გმირის ან ბოროტმოქმედის შესახებ. ის არის ისტორია ადამიანის შესახებ, ადამიანის, რომელსაც ჰქონდა ხედვა და ძალა ამ ხედვის განსახორციელებლად, მაგრამ ასევე ჰქონდა ბრმა წერტილები და სისუსტეები, რომლებმაც შეზღუდა მისი წარმატება. ის არის ისტორია რეფორმატორის შესახებ, რომელმაც შეცვალა ეკონომიკა, მაგრამ ვერ შეცვალა გულები. ის არის ისტორია გენიოსის შესახებ, რომელმაც ნახა მომავალი, მაგრამ ვერ ნახა აწმყო. ის არის ისტორია კაცის შესახებ, რომელმაც გაყიდა ყველაფერი გარდა სინდისისა, მაგრამ დაკარგა ყველაფერი, მათ შორის თავისი რეპუტაცია, თავისი სახელი, თავისი მშვიდობა. და ეს ისტორია, ეს რთული, წინააღმდეგობრივი, ტრაგიკული ისტორია არის ისტორია, რომელიც საქართველომ უნდა მოისმინოს, გაიგოს და შეაფასოს, არა როგორც მარტივი ნარატივი კარგის ან ცუდის შესახებ, არამედ როგორც რთული ისტორია ადამიანის შესახებ, რომელმაც შეცვალა ქვეყანა და რომელიც თავად შეიცვალა ამ პროცესში. პირველად 25 წლის განმავლობაში, ადამიანი, რომელიც იყო პირადად პასუხისმგებელი ბენდუკიძის უსაფრთხოებაზე 2004-დან 2007 წლამდე, თანახმა ილაპარაკოს კამერების წინაშე.
ეს არის ადამიანი, რომელიც იცოდა ყველაფერი, ყოველი საიდუმლო შეხვედრა, ყოველი ღამის ზარი, ყოველი დაძაბული მომენტი, როდესაც ბენდუქიძე იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცვლიდა ათასობით ადამიანის ბედს. მისი სახელია გიორგი და ის ახლა ცხოვრობს მცირე ქალაქში, საქართველოს რეგიონში, სადაც არავინ იცის მისი წარსული. მაგრამ დღეს პირველად ის მზადაა გაუზიაროს ის, რაც ნახა, არა იმიტომ, რომ მას სურს ფული ან დიდება, არამედ იმიტომ, რომ როგორც ის ამბობს, ისტორიას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე, არა ლეგენდები. გიორგი იხსენებს ერთ კონკრეტულ ღამეს 2006 წელს, როდესაც ბენდუქიძემ მიიღო ზარი უცნობი ნომრიდან, ზარი, რომელმაც აიძულა ის დაეტოვებინა ყველაფერი და წასულიყო საიდუმლო შეხვედრაზე ქალაქ გარეთ. გიორგი იყო მანქანაში, მართავდა და ის ხედავდა ბენდუქიძის სახეს უკანა სარკეში, სახეს, რომელიც იყო დაძაბული, შეშფოთებული, თითქმა შეშინებული. მე არასოდეს მინახავს ის ასეთი, ამბობს გიორგი. ის ყოველთვის იყო კონტროლირებადი, ყოველთვის დარწმუნებული. მაგრამ იმ ღამეს რაღაც იყო განსხვავებული. რაღაც მას აშინებდა, ვინ დარეკა იმ ღამეს. რა ითქვა იმ საუბარში? და რატომ ბენდუქიძე, კაცი, რომელიც არასოდეს ეშინოდა არავისა, იმ ღამეს გამოიყურებოდა შეშინებულად? გიორგი იხსენებს, რომ ისინი მივიდნენ პატარა სახლში მთების ძირას, სადაც ელოდა ერთი ადამიანი, რომელსაც გიორგი არ იცნობდა, მაგრამ რომელიც, როგორც ჩანდა, იცნობდა ბენდუქიძეს ძალიან კარგად. ეს იყო ხანდაზმული კაცი, შესაძლოა 70 წლის, რომელიც ლაპარაკობდა ჩუმად, მაგრამ ავტორიტეტულად. გიორგი დარჩა გარეთ მანქანასთან როგორც ყოველთვის, მაგრამ ის ხედავდა მათ ფანჯრიდან, ხედავდა როგორ საუბრობდნენ ისინი, როგორ ჟესტიკულირებდნენ, როგორ იცვლებოდა მათი სხეულის ენა. შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 2 საათი და როდესაც ბენდუქიძე გამოვიდა, ის იყო უფრო მშვიდი, მაგრამ ასევე უფრო დაღლილი, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი დაედო მის მხრებზე. გზაში უკან მანქანაში ბენდუქიძე იჯდა ჩუმად უყურებდა ფანჯარას და შემდეგ უეცრად თქვა: გიორგი, თუ ერთ დღეს რაიმე მომხდება ჩემთან, შენ უნდა იცოდე ერთი რამ, ყველაფერი, რაც მე გავაკეთე საქართველოსთვის. არა ჩემთვის, არა ფულისთვის, არა ძალაუფლებისთვის. მხოლოდ საქართველოსთვის. გიორგი არ იცოდა რა უნდა ეპასუხა. ის მხოლოდ თქვა: მე ვიცი ბატონო, მაგრამ შიგნით ის ფიქრობდა, რატომ ამბობს ამას ახლა? რა იცის ის, რასაც მე არ ვიცი? რა მოდის, რისთვისაც ის ემზადება? იმ ღამის შემდეგ გიორგი ამბობს, რომ ბენდუქიძე შეიცვალა. არა დრამატულად, არა ისე, რომ სხვებმა შეამჩნიონ, მაგრამ გიორგი, რომელიც ყოველდღე იყო მასთან, ხედავდა პატარა ცვლილებებს, ის უფრო ხშირად ამოწმებდა თავის ტელეფონს, უფრო ხშირად უყურებდა უკან, როდესაც სიარულობდა ქუჩაში. უფრო ხშირად ეკითხებოდა გიორგის, ვინ იყო ახლოს, ვინ აკვირდებოდა. ის იყო პარანოიული, ამბობს გიორგი. არა კლინიკურად, არა ისე, რომ ის კარგავდა რეალობას, მაგრამ ის იყო ფხიზელი, ყოველთვის ფხიზელი, თითქოს ელოდა რაღაცას, და ეს რაღაც, გიორგი ფიქრობს, იყო არა ფიზიკური საფრთხე, არამედ რაღაც სხვა, რაღაც უფრო სუბტილური, უფრო საშიში რაღაც, რაც შეეძლო განადგურება არა მისი სხეულისა, არამედ მისი მემკვიდრეობისა. ის იცოდა, რომ ისინი მოვიდოდნენ მისთვის, ამბობს გიორგი. არა ფიზიკურად, არამედ პოლიტიკურად, იურიდიულად. ის იცოდა, რომ ერთ დღეს ისინი შეეცდებოდნენ დაედებინათ ბრალი, დაედებინათ სამართლიანობის წინაშე, დაედებინათ ისტორიის წინაშე. და ის ემზადებოდა ამ დღისთვის, მაგრამ რა იყო ის, რისთვისაც ბენდუქიძე ემზადებოდა? რა იყო ის გეგმა, რომელიც მას ჰქონდა თავის დასაცავად? გიორგი ამბობს, რომ ბენდუქიძე ინახავდა დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავდა ყველა ინფორმაციას ყველა გარიგების შესახებ, ყველა გადაწყვეტილების შესახებ, ყველა შეხვედრის შესახებ. ეს იყო მისი დაზღვევა, მისი დაცვა, მისი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თუ ერთ დღეს მას დაედებოდა ბრალი, მას ჰქონდა მტკიცებულებები თავის გასამართლებლად. ის ამბობდა, რომ ეს დოკუმენტები იყო მისი სიცოცხლის დაზღვევა, ამბობს გიორგი. ის ამბობდა, რომ სანამ ეს დოკუმენტები არსებობდა, არავინ შეეძლო მისი განადგურება, რადგან ეს დოკუმენტები შეიცავდა სიმართლეს არა მხოლოდ მის შესახებ, არამედ ასევე ყველა სხვა ადამიანის შესახებ, რომლებიც იყვნენ ჩართულები რეფორმებში. მაგრამ სად არის ეს დოკუმენტები ახლა? ვინ ინახავს მათ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა შეიცავს ისინი, რასაც ჩვენ არ ვიცით? გიორგი ამბობს, რომ ის არ იცის, ბენდუქიძე არასოდეს უთქვამს მას, სად ინახებოდა ეს დოკუმენტები, ვის ჰქონდა წვდომა მათზე. მაგრამ ის იცის ერთი რამ, ეს დოკუმენტები არსებობს და ერთ დღეს, შეიძლება ისინი გამოჩნდება. და როდესაც ისინი გამოჩნდებიან, ისინი შეცვლიან ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცით ბენდუქიძის შესახებ. მაგრამ რატომ გიორგი ლაპარაკობს ახლა? რატომ ის გადაწყვიტა გაუზიაროს ეს ინფორმაცია 10 წლის შემდეგ?
ის ამბობს, იმიტომ რომ მე ვხედავ როგორ იწერება ისტორია ბენდუქიძის შესახებ და ეს არ არის სრული ისტორია. ეს არის ნახევარი ისტორია, ნახევარი, რომელიც აჩვენებს მხოლოდ ერთ მხარეს, მხოლოდ ერთ პერსპექტივას. მაგრამ ბენდუქიძე იყო უფრო რთული ვიდრე ეს. ის იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა ხედვა, მაგრამ ასევე ჰქონდა შიშები. ის იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა ძალა, მაგრამ ასევე ჰქონდა სისუსტეები. ის იყო კაცი, რომელმაც შეცვალა ქვეყანა, მაგრამ ასევე იყო კაცი, რომელიც შეიცვალა ამ პროცესში. და ეს სრული ისტორია, ეს რთული ისტორია უნდა მოთხრობილი იქნეს. და ახლა, როდესაც გიორგი ლაპარაკობს, ჩვენ იწყებთ ხედვას ამ სრული სურათისა, რომელიც არის არა შავი ან თეთრი, არამედ ნაცრისფერი, სურათისა, რომელიც აჩვენებს ბენდუქიძეს არა როგორც გმირს ან ბოროტ მოქმედს, არამედ როგორც ადამიანს ყველა მისი სირთულით, ყველა მისი წინააღმდეგობით, ყველა მისი ტრაგედიით. 2012 წელს, როდესაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება და ძველი მმართველი კოალიცია დატოვა ძალაუფლებას, დაიწყო რაღაც, რაც ბენდუქიძემ იცოდა, რომ მოვიდოდა, დაიწყო გამოძიება მისი საქმიანობის შესახებ. ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც მოვიდა დაპირებით სამართლიანობის აღდგენისა, დაიწყო შემოწმება ყველა იმ გარიგებისა, რომელიც განხორციელდა ბენდუქიძის დროს, ყველა პრივატიზაციის, ყველა კონტრაქტის, ყველა გადაწყვეტილების. და ნელ-ნელა დაიწყო ბრალდებების გამოჩენა, ბრალდებები კორუფციაში, უკანონო გარიგებებში, სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში, ინტერესთა კონფლიქტში. ბენდუქიძე, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა ლონდონში, უარს ამბობდა ყველა ბრალდებაზე. ის ამბობდა, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. ეს არის მცდელობა დისკრედიტაციისა. ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, იყო კანონიერი, გამჭვირვალე, ეკონომიკურად გამართლებული, მაგრამ ბრალდებები გრძელდებოდა, გამოძიება ღრმავდებოდა და ბენდუქიძე იცოდა, რომ ის იყო მიზანში, არა იმიტომ, რომ ის იყო დამნაშავე, არამედ იმიტომ, რომ ის იყო სიმბოლო ძველი რეჟიმისა, სიმბოლო რეფორმებისა, რომლებიც შექმნა მოგებულებს და დამარცხებულებს. მაგრამ იყო რაღაც, რაც ბენდუქიძეს აწუხებდა უფრო მეტად ვიდრე ბრალდებები, ეს იყო ის, რომ ის ხედავდა, როგორ იწყებოდა მისი მემკვიდრეობის დემონტაჟი. ახალი ხელისუფლება იწყებდა ზოგიერთი რეფორმის შეცვლას, იწყებდა ზოგიერთი გადაწყვეტილების გადახედვას, იწყებდა ზოგიერთი პრივატიზაციის გაუქმებას. და ბენდუქიძე ხედავდა ამას და გრძნობდა, რომ ის, რისთვისაც ის იბრძოდა, ნელ-ნელა იკარგებოდა. ის ამბობდა მეგობრებს, ისინი არ იგებენ. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დაბრუნება ძველ სისტემაში, მაგრამ ძველი სისტემა არ მუშაობდა. ის იყო მიზეზი, რის გამოც საქართველო იყო ჩავარდნილი სახელმწიფო. თუ ისინი დაბრუნდებიან იქ, ყველაფერი, რაც ჩვენ ავაშენეთ, გაქრება, მაგრამ ამავე დროს ბენდუქიძე იცოდა, რომ ის ვერაფერს გააკეთებდა, ის იყო საზღვარგარეთ, ის იყო გამოძიების ქვეშ, ის იყო იზოლირებული. მისი ხმა აღარ ისმოდა ისე, როგორც ადრე. მისი გავლენა აღარ იყო ისეთი, როგორც ადრე. ის იყო კაცი, რომელიც ოდესღაც აკონტროლებდა ქვეყნის ეკონომიკას, და ახლა ის იყო კაცი, რომელიც ვერ აკონტროლებდა საკუთარ ბედსაც კი. ამ პერიოდში ბენდუქიძე დაიწყო წერა არა საჯაროდ, არა გაზეთებისთვის, არამედ პირადად, საკუთარი თავისთვის. ის წერდა მემუარებს, ის წერდა ანალიზებს, ის წერდა თავის ფიქრებს იმის შესახებ, რაც მოხდა, რაც არ მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო. ახლო მეგობარი, რომელმაც წაიკითხა ზოგიერთი ეს ტექსტი, ამბობს, ეს იყო ბენდუქიძის ყველაზე გულწრფელი წერა. ეს იყო ბენდუქიძე ფილტრის გარეშე, ფასადის გარეშე, თავდაცვის გარეშე. ეს იყო ბენდუქიძე, რომელიც აღიარებდა თავის შეცდომებს, თავის ეჭვებს, თავის შიშებს. ეს იყო ბენდუქიძე, რომელიც ეკითხებოდა საკუთარ თავს, იყო თუ არა ის მართალი. გააკეთა თუ არა ის სწორი. იყო თუ არა ღირებული და ამ ტექსტებში, ამ პირად ჩანაწერებში ჩვენ ვხედავთ ბენდუქიძეს, რომელსაც საჯარო არ იცნობდა, ბენდუქიძეს, რომელიც იყო არა მხოლოდ დარწმუნებული რეფორმატორი, არამედ ასევე ეჭვიანი ადამიანი, რომელიც ეკითხებოდა საკუთარ თავს, იყო თუ არა ის მართალი. ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერში, რომელიც დათარიღებულია 2013 წლით, ბენდუქიძე წერს, მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი დაზარალდა ჩემი რეფორმებისგან. მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი დაკარგა სამუშაო, დაკარგა შემოსავალი, დაკარგა იმედი. მე ვიცი, რომ ისინი მიძულენ და მათ აქვთ უფლება მიძულონ. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ თუ მე არ გავაკეთებდი იმას, რაც გავაკეთე, მთელი ქვეყანა დაიკარგებოდა. არა მხოლოდ ეს ადამიანები, არამედ ყველა. და ეს იყო არჩევანი, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა, არჩევანი ცოტას შორის და ყველას შორის. მე ავირჩიე ყველა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვგრძნობ ტკივილს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ. მე უგრძნობ
ყოველ დღე ეს სიტყვები აჩვენებს რაღაცას, რაც ხშირად იკარგება დებატებში ბენდუქიძის შესახებ. ის იყო არა ბრმა ტექნოკრატი, რომელსაც არ ეწყინებოდა ადამიანებისთვის, არამედ ადამიანი, რომელიც გრძნობდა ტკივილს, მაგრამ რომელიც სჯეროდა, რომ ეს ტკივილი იყო აუცილებელი უფრო დიდი სიკეთისთვის. იყო თუ არა ის მართალი ამ რწმენაში? ეს არის კითხვა, რომელზეც ყოველი ადამიანი უნდა უპასუხოს საკუთარი თავისთვის. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც არ ელოდა ისტორიის განსჯას, ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ბენდუქიძის ყველაზე ახლო თანამშრომელი 2004-დან 2007 წლამდე, ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლო, ადამიანი, რომელიც ნახა ყველაფერი. ეს ადამიანი, რომელსაც ჩვენ უკვე შევხვდით როგორც ალექსანდრეს, გადაწყვიტა 2012 წელს, რომ დროა ილაპარაკოს, არა საჯაროდ, არა გაზეთებში, არამედ ჩუმად, კონფიდენციალურად იმ ადამიანებთან, რომლებიც აწარმოებდნენ გამოძიებას ბენდუქიძის საქმიანობის შესახებ. ალექსანდრე არ იყო მოწმე ბრალდების მხარეს. ის იყო მოწმე სიმართლის მხარეს. ის უამბო მათ ყველაფერი, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები, ვინ იყო ჩართული, რა იყო რეალური мотиваცია, რა იყო შედეგები. მაგრამ ის ასევე უამბო მათ რაღაც სხვა, ის უამბო მათ, რომ ბენდუქიძე არ იყო კორუმპირებული, რომ ის არ იღებდა ქრთამებს, რომ ის არ იპარავდა ფულს. ის უამბო მათ, რომ ბენდუქიძე იყო კაცი, რომელიც მართლაც სჯეროდა იმისა, რასაც აკეთებდა, რომელიც მართლაც ცდილობდა გადაერჩინა ქვეყანა. მაგრამ ის ასევე უამბო მათ, რომ ბენდუქიძე იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა ბრმა წერტილები, რომელიც არ ხედავდა ადამიანურ ფასს თავისი რეფორმებისა, რომელიც იყო ძალიან დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. და ეს ჩვენება, ეს რთული, ნიუანსირებული ჩვენება, შეცვალა ყველაფერი, ის შეცვალა გამოძიების მიმართულებას, ის შეცვალა საჯარო აზრს, ის შეცვალა ისტორიას. მე-13 ივნისს 2014 წელს, როდესაც კახა ბენდუქიძის გული შეჩერდა ლონდონის საავადმყოფოში, მთელი საქართველო გაიყო ორ ნაწილად, ისინი, ვინც გლოვობდა და ისინი, ვინც იზეიმებდა. ზოგი ამბობდა, დაიკარგა გენიოსი, რომელმაც გადაარჩინა ქვეყანა, სხვები ამბობდნენ, მოკვდა ოლიგარქი, რომელმაც გაყიდა ქვეყანა, მაგრამ ორივე მხარე თანხმდებოდა ერთში, ბენდუქიძე იყო ძალა, რომელმაც შეცვალა საქართველო სამუდამოდ. მისი დაკრძალვა გახდა პოლიტიკური მოვლენა, ათასობით ადამიანი მოვიდა ზოგი პატივის მისაგებად, ზოგი დარწმუნებისთვის, რომ ის მართლაც მოკვდა. პოლიტიკოსები აკეთებდნენ სიტყვებს, ბიზნესმენები აკეთებდნენ განცხადებებს, ჟურნალისტები წერდნენ სტატიებს. მაგრამ ყველაზე ძლიერი მომენტი იყო, როდესაც ერთმა მარტივმა ქალმა, ყოფილმა ქარხნის მუშამ, რომელმაც დაკარგა სამუშაო ბენდუქიძის რეფორმების დროს, მივიდა მის საფლავთან და თქვა, მე მიძულდა შენ. მე მიძულდა ყველაფერი, რაც შენ წარმოადგენდი. მაგრამ ახლა, როდესაც შენ აღარ ხარ, მე ვხედავ, რომ შენ მართლაც ცდილობდი რაღაცის გაკეთებას. შენ მართლაც სჯეროდა. და ამისთვის, მხოლოდ ამისთვის მე გპატივცემულებ, ეს სიტყვები, ეს მარტივი, გულწრფელი სიტყვები შეიძლება იყოს საუკეთესო ეპიტაფია ბენდუქიძისთვის, არა როგორც გმირისთვის, არა როგორც ბოროტმოქმედისთვის, არამედ როგორც ადამიანისთვის, რომელიც ცდილობდა, რომელიც სჯეროდა, რომელიც იბრძოდა. მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო რაღაც საინტერესო, დაიწყო გადაფასება მისი მემკვიდრეობისა. ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებდნენ მას ცოცხლობისას, იწყებდნენ აღიარებას, რომ ის მართლაც გააკეთა რაღაც მნიშვნელოვანი. ადამიანები, რომლებიც იცავდნენ მას ცოცხლობისას, იწყებდნენ აღიარებას, რომ ის მართლაც გააკეთა შეცდომები. და ნელ-ნელა იწყებოდა ჩამოყალიბება უფრო ნიუანსირებული, უფრო რთული, უფრო სამართლიანი ხედვა ბენდუქიძის შესახებ, ხედვა, რომელიც აღიარებდა მის წარმატებებს და მის წარუმატებლობებს, მის ძლიერებებს და მის სისუსტეებს, მის გენიალურობას და მის ბრმავებას. ეკონომისტები იწყებდნენ ანალიზს მისი რეფორმების გრძელვადიანი შედეგებისა და აღმოაჩენდნენ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოხდა მის დროს, მართლაც იყო რეალური, მდგრადი, ტრანსფორმაციული. მაგრამ ისინი ასევე აღმოაჩენდნენ, რომ სოციალური ფასი, რომელიც გადაიხადა, ასევე იყო რეალური, მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი. ისინი აღმოაჩენდნენ, რომ ბენდუქიძემ შექმნა ეკონომიკა, რომელიც მუშაობდა, მაგრამ ასევე შექმნა საზოგადოება, რომელიც იყო დაყოფილი. დღეს, 10 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან საქართველო კვლავ ცხოვრობს ბენდუქიძის მემკვიდრეობაში, ეკონომიკა, რომელიც მან შექმნა, კვლავ მუშაობს, სისტემა, რომელიც მან ააშენა, კვლავ ფუნქციონირებს, ხედვა, რომელიც მას ჰქონდა, კვლავ ცხოვრობს. მაგრამ ასევე ცხოვრობს დაყოფა, რომელიც მან შექმნა, დაყოფა იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მოიგეს მისი რეფორმებიდან, და იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც დაკარგეს. დაყოფა იმათ შორის, ვინც მას ხედავს როგორც გმირს, და იმათ შორის, ვინც მას ხედავს როგორც ბოროტმოქმედს. დაყოფა იმათ შორის, ვინც სჯერა, რომ ის გადაარჩინა საქართველო, და იმათ შორის, ვინც სჯერა, რომ ის გაყიდა საქართველო.
და ეს დაყოფა, ეს უფსკრული კვლავ არსებობს დღესაც, არა იმიტომ, რომ ბენდუქიძე იყო ცუდი ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც გააკეთა რთული არჩევანი, რომელსაც ჰქონდა შედეგები დადებითი და უარყოფითი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი, ეკონომიკური და სოციალური. მაგრამ რა არის ბენდუქიძის ნამდვილი მემკვიდრეობა? რა არის ის, რაც დარჩება, როდესაც ყველა დებატი დასრულდება, როდესაც ყველა ემოცია დაწყნარდება, როდესაც ისტორია დაწერს თავის საბოლოო განაჩენს? პასუხი არის რთული, რადგან ბენდუქიძის მემკვიდრეობა არის რთული. ის არის არა ერთი რამ, არამედ ბევრი რამ, ის არის ეკონომიკა, რომელიც მუშაობს, მაგრამ ასევე საზოგადოება, რომელიც დაყოფილია. ის არის სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, მაგრამ ასევე ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ. ის არის ხედვა, რომელიც განხორციელდა, მაგრამ ასევე ფასი, რომელიც გადაიხადა. და ეს რთული, წინააღმდეგობრივი მემკვიდრეობა არის ის, რასთან ერთადაც საქართველომ უნდა იცხოვროს, არა უარყოფით მას, არა იდეალიზებით მას, არამედ გაგებით მას, შეფასებით მას, სწავლით მისგან. კახა ბენდუქიძე მართლაც გაკიდა ძველი, კორუმპირებული საქართველო. მან გაკიდა ის აუქციონზე, რათა ამ ფულით ააშენოს ახალი ქვეყანა, სადაც პოლიციელი არ იღებს ქრთამს, სადაც ელექტროენერგია მუშაობს 24 საათს, სადაც ბიზნესის დაწყება შეიძლება ერთ დღეში. მან იყო გენიოსი, რომელმაც გაიგო, თავისუფლება ძვირი ღირს და მისთვის უნდა გადაიხადო არა ლოზუნგებით, არამედ რეფორმებით. ისტორიამ გაამართლა მისი ეკონომიკური ხედვა, საქართველო გახდა ერთ-ერთი ყველაზე რეფორმირებული ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეკონომიკა გაიზარდა, ინვესტიციები მოვიდა, ადამიანებმა იპოვეს შესაძლებლობები. მაგრამ ისტორიამ ასევე აჩვენა მისი სოციალური ბრმავება, ის ადამიანები, რომლებიც დარჩნენ უკან, ის ტკივილი, რომელიც გამოიწვია, ის დაყოფა, რომელიც შეიქმნა. ბენდუქიძე იყო კაცი, რომელმაც შეცვალა საქართველო სამუდამოდ შეცვალა უკეთესობისკენ ეკონომიკურად, მაგრამ ასევე შექმნა ჭრილობები სოციალურად. და ეს არის მისი ნამდვილი მემკვიდრეობა, არა მარტივი ისტორია გმირის ან ბოროტმოქმედის შესახებ, არამედ რთული ისტორია ადამიანის შესახებ, რომელმაც გააკეთა რთული არჩევანი და იცხოვრა მის შედეგებთან ერთად. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ მოусმინეთ ამ ტრაგიკულ ისტორიას ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად კახა ბენდუქიძე კვლავ არის ხსენებული. და გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ სიმართლე ისტორიის კერპების შესახებ.